აიკრძალება თუ არ აიკრძალება ნაციონალური მოძრაობა. ვერი შეურაცხყოფები მიაყენა ბაჩო ახალაიანს ხელის დაარტყა კიდევ ერთ პატიმარს ავალიანს მან ხელი დაარტყა და ბაჩოც გაიქცა და ამას უკვე მოყვა ისეთი სასტიკი ცემა პატიმარმა ავალიანმა დაარტყა ხელი ბაჩო ახალაიას ამას მოყვა ისეთი სასტიკი ცემა რომ აი გულს გადარჩენს გულს სააკაშვილს რა უნდოდა თქვენთან ოფისში რისთვის მოვიდა 7 ნოემბრის მერე განსაკუთრებით სააკაშვილი მოვიდა არჩევნების შემდეგ ანუ იწყებს დათბილს ესე რომ ეხლა ჩვენ ამათ სამუდამოდ უნდა დაუკარგოთ რაღაც აქციების ჩატარების სურვილი ყველა ადამიანი ვინც აქციაზე გამოვიდა უნდა მოხდეს მათი ცემა საქართველოში ნაცემი ადამიანი არის ჩმორი და ჩმორებს პატივს არ სცემენ არის საზოგადოების რაღაცა ნაწილი რომელსაც არაფრით არ სჯერა თქვენი ოპოზიციონერობის დამიწყო ცემა რამდენიმე სპეცრაზმელმა და ჩემი თანამშრომელი უყვირის რომ სახალხო დამცველია რაშუებით და სახალხო დამცველია რო არის ზუსტად მაგიტომ ვურტყამთო მივედით ჩემს ოფისში სადაც იჯდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ დროს და რაღაც ტექსტს საპროტესტო ტექსტზე მუშაობდნენ იმ ამბებზე რაც ხდებოდა და მე ვუთხარი ტექსტი კარგია მაგრამ ეხლა რა დროს ტექსტია იმედში ხდება შეჭრა და მოდი წავიდეთ ყველანი ეხლა იქ ჩვენი დანახვა ამდენი ადამიანის ერთად ამდენი ადამიანის რომელიც უფლებადამსულს უწოდებს თავის თავს იქნებ რაღაც გავლენა მოახდინოს. უნდა გამოვიცნოთ მათ პასუხს. რამდენი წამოვიდა არ წამოგვებოდ. ეს გავიმართეთ 2012 წლის 1 ოქტომბერს და უკვე ცხადი იყო რომ მთავრობა ჩვენ უნდა დაგვეკომპლექტებინა. მოთხოვნა იყო ძალიან კატეგორიული საერთაშორისო ჩვენი ეგრეთ წოდებული მეგობრებისგან განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩები აქტიურობდნენ რომ რამდენიმე მინისტრი დარჩენილი იყო ადგილზე. მათ შორის პირველი იყო საჩილავსრების მინისტრი გიორგი ტუღურსია ისინი თხოვდნენ რომ ის უნდა დარჩენილიყო უცვლელი. თქვენი სახალხო დამცველობის საწყის პერიოდში თქვენი მოადგილე იყო ბაჩო ახალაია რომელიც შემდეგ გახდა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მონსტრი და ჯალათი. მე ვერ წარმომიდგენია საკონცერტო სამართლომ მიიღოს სხვანაირი გადაწყვეტილება თუ არა იმ დამნაშავე პარტიების საკითხზე. გამარჯობა. აიგრძალება თუ არა კონსტიტუციის ძალით კვლელი მწარმოებელი და გამაუპატიურებელი რეჟიმის შემქმნელი ნაციონალური მოძრაობა. რა შედეგი ექნება ან ექნება თუ არა საერთოდ შედეგი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობას, რომელსაც მთელი 6 თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ფართოდ განხელილი თვალებით და შეკრული სუნთქვით ადევნებდა თვალს და ისმენდა იმ თავზარდამცემ ისტორიებს, რომელსაც ნაცრეჟიმის მსხვერპლები კომისიის წინაშე და მთელი საქართველოს წინაშე ყვებოდნენ. მოგეხსენებათ, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადდა საკონსტიტუციო საბჭელი, რომლითაც მოთხოვნილია, რომ პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოთ ნაციონალურ მოძრაობას და მასთან აფილირებულ ყველა პოლიტიკურ ძალას. და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს ძალიან დიდი მოლოდინი და რა დასამალია რომ დიდი იმედიც იმისა რომ საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდება სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი და ავტორიტარული მემკვიდრეობისაგან. ნაცრეჟიმის მიერ დარბეული და დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ტელეკომპანია იმედის YouTube-ზე რეჟიმის ანატომიის დღევანდელ ეპიზოდში ჩვენი საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემაც სწორედ ეს იქნება და ვისაუბრებთ საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველთან, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთან, თავმჯდომარის მოადგილესთან და პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, ბატონ სოზარ სუბართან ერთად. ბატონ სოზარ, მოგესალმებით და მადლობას გიხდით გადაცემაში მოსვლისთვის. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის და მადლობა რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაცემას აკეთებთ. გავიდა წლები კი არა უკვე 2 ათეული წელი, მაგრამ ტკივილი არ სუსტდება, ტკივილი არ ფერმთავდება განსაკუთრებით იმ ადამიანების გულსულში, რომლებმაც დაკარგეს მათთვის ყველაზე ძვირფასი, დაკარგეს შვილი, დაკარგეს მეუღლე, დაკარგეს მშობელი, უბრალოდ იმიტომ რომ
რეჟიმმა ასე გადაწყვიტა ყოველგვარი დანაშაულის გარეშე ეს ადამიანები იქნენ უსასტიკესად ნაწამები და მოკლულები. ფერმთავდება ტკივილი იმ ადამიანების სულში, რომლებმაც გამოიარეს უსასტიკესი წამება და დღესაც რო იხსენებენ, დღესაც აი უცოცხლდებათ ეს ტკივილი და დღესაც ემოციებს ვერ მალავენ და უბრალოდ არათუ თვითონ ვერ მალავენ, არამედ საგამოძიებო კომისია ახსენე და ყველანი ვინც კომისიაზე ვიჯექით, ყველა ვინც ამას უყურებდა, ამავე დღეს მდგომარეობაში ვიყავით. ამ ემოციების დამალვა იყო შეუძლებელი და ხშირად ვცდილობდით, რომ რაღაცა კამერისკენ არ გაგვეხედა, რომ ეს თვალზე მომდგარი ცრემლი თქვა მაყურებელს არ დაენახა და რაღაც არის თავი შეგვიკავებინა, იმდენად ძიმე იყო ამ ყველაფრის მოსმენა. მეც მინდა დავადასტურო იგივე ჩემი გამოცდილებიდან იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გადაცემის ფორმატიც და მიმართულებაც სწორედ ასეთია, რომ რეჟიმის მსხვერპლები აქ მოდიან და თავიანთ ისტორიებს ყვებიან, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ჩემთვისაც ახალი და უცხო ბევრი რამ არ არის მათ მონათხრობში და უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პირადად მე პროფესიულად სხვა არაფერი მიკეთებია თუ არა ამ ამბების აღწერა და გაშუქება, მაგრამ მართლაც ხელთავიდან მოსმენა და გაცოცხლება ამ ყველაფრის ძალიან ძიმეა და რო გამოგიტყდეთ თქვენს და მაყურებელსაც, აი ყოველი გადაცემის ჩაწერის მერე 2-3 დღე ცოტა ისე ფსიქოლოგიურად გამძიმებულ მდგომარეობაში ვარ ხოლმე, მაგრამ რა ვქნათ ასეთია ჩვენი რეალობა და ცალკე სამწუხარო კიდევ ის არის, რომ დღესაც იძულებული ვართ, რომ ვისაუბროთ ამ თემებზე. ბატონო სუზარ, სანამ ჩვენ კომისიის მუშაობას მივადგებით და განვიხილავთ ახან რეჟიმის ანატომიას ვაკეთებთ. ჩვენ ანატომია გულისხმობს სრულ სურათში, დიდ სურათში დანახვას მოვლენების და მე მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო იმ პერიოდიდან, როდესაც თქვენ იყავით საქართველოს სახალხო დამცველი და იყავით პირველი ოფიციალურად იყავით პირველი სახალხო დამცველი სააკაშვილის რეჟიმის ხელისუფლების პირობებში. და შემდეგ მალევე დაუპირისპირდით ამ რეჟიმს. მე მინდა გკითხოთ, აი რა იყო ის პირველი ფაქტი ან ფაქტები, რამაც თქვენში განგაში სიგნალი გამოიწვია და რამაც მიგახვედრათ, რომ აი ეს დემოკრატიის სახელით რეალურად ავტორიტარული ძალა იყო მოსული ხელისუფლებაში და რამაც გაიძულათ, რომ დააპირისპირებოდით მათ თქვენი სტატუსის ფარგლებში. ზოგადად ეს განგაშის ნიშნები გამოჩნდა ბევრად ადრე ვიდრე სახალხო დამცველად ამირჩევდნენ. სხვათა შორის პირველი კი არა ერთადერთი ადამიანი ვიყავი, მე მგონი, რომელმაც ბრიფინგი ჩავატარე იმ მსგავსობის გამო, რაც ჩაიდინა სააკაშვილმა მისი არჩევიდან დაახლოებით 1 კვირაში. ეს იყო 2004 წლის 12 ან 13 იანვარი, ჯერ ინაუგურაცია არ იყო მომხდარი, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა გადაკეტეს გზა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თერჯოლის რაიონში მაშინ ეს ერქვა, ცენტრალური გზა გადაკეტეს და იქ იქნა გაშვებული სპეცრაზმი. ცენტრალური გზის როცა კეტა უბუნებრივია, ხელისუფლებას აქვს უფლება, რომ გახსნას გზა გარკვეული დროის შემდეგ, მაგრამ რაც იქ მოხდა, ის იყო გამოუგნებელი, ესეთი სისასტიკე ადამიანების მიმართ, დასდევდნენ ყანებში, უვარდებოდნენ სახლებში, უსასტიკესაც სცემდნენ, ეს იყო წარმოუდგენელი. ეხლა მაშინ მართლა ერთადერთი ვიყავი, ვინც ამ თემაზე ბრიფინგი ჩავატარე, დაუგმეს, მაგრამ მაინც არ არის იცი ყოველთვის გვეგონა რომ რაღაცა კი იყო გადაცდომები, მაგრამ პირველი თვეები ამ ეს ასეთ სისტემატურ ხასიათს მიიღებდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. თუმცა მოგვიანებით ეს გაგრძელდა. ასევე მე მგონი ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელმაც ბრიფინგი ჩაატარა იმავე წელს 2004 წლის ზაფხულში, სადღაც ივნისიან ივლისი იქნებოდა, როდესაც მიწისძვრით დაზარალებულმა მოქალაქეებმა გამართეს აქცია თბილისის საკრებულოს წინ თავისუფლების მოედანზე და მათი დარბევა მოხდა იმ თემურ ღებრიშვილის მიერ, რომელიც მანამდე შევარდნაძის სახელით დარბევდა ხოლმე მომიტინგეებს. ანუ ეს ხდება უკვე სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში. ეს უკვე სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, ოღონდ ჩემ სახალხო დამცველად არჩევამდე. და ეს ყველაფერი გამიხსენეს სხვათა შორის სახალხო დამცველად არჩევის დროს, როდესაც უმრავლესობასთან ცალკე მქონდა შეხვედრა, ხო ამას მეგვიანებით. და შემდეგი კიდევ ერთი ესეთი თემა იყო, როდესაც მოხდა 2004 წლის აი ეს ცხინვალის
ამბები როცა იყო ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული შტურმი რო დაარქვეს, რასაც შემდეგ მოხდა პრაქტიკულად ცხინვალზე გასვლის აკრძალვა ჩვენი მოქალაქეებისთვის და 50 პოლიციის დაპატიმრება და ცხინვალში დაჩოქება. ჩოქება ეს საშინლო დამდგუნველი კადრები. საუმძიმესი კადრები და აქაც მე ვიყავი რამდენიმე ჩვენს თანამოქალაქე ოს არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები იყვნენ, არასამთავრობო კი არა, ოსური სათვისტომოს ხელმძღვანელი პირები იყვნენ, რამდენიმე ადამიანი, მათთან ერთად ჩავატარე ბრიფინგი, სადაც ოღონდ ხდება იმ პოლიციელების დაკავებამდე, უკვე რომ დაიწყო ჰუმანიტარული შტურმი, ეგრეთ წოდებული. მაშინ უკვე მივხვდით, რომ ძალიან ცუდისკენ მიდიოდა საქმე და მაშინაც ჩავატარე პირველი ბრიფინგი, სადაც იმდენად კაცრი ვიყავი, რომ მე ბევრი ჩემი მაშინდელი თქვათ თანამებრძოლი მეუბნებოდა, რომ ესე რამ გაგამწარა ასე მკაცრი, რატო ხარო, მაგრამ აი სწორედ საგამოძიებო კომისიაზე გამოკითხულმა ადამიანებმა დაადასტურეს, რამ ხელა დიდი დანაშაული იქნა ჩადენილი სწორედ 2004 წელს და 2004 წელს ჩაეყარა საფუძველი 2008 წლის ტრაგიკულ აგვისტოს ტრაგიკულ მოვლენებში. პრელუდია იყო იმ ომის ეს მოვლენები. დიახ, და სახალხო დამცველი რაც გახდით ამის შემდეგ აი ახსენეთ რომ წამომაძახეს ეს ყველაფერი თქვენი დამტკიცების პროცესი როცა მიდიოდა ალბათ ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობა თუ წინააღმდეგი წავიდოდა ბუნებრივად თქო ვერ გახდებოდით სახალხო დამცველი ანუ გამოდის რომ ისინი მაინც დათანხმდნენ ხო საბოლოო ჯამში თქვენს კანდიდატურას თვითონ კანდიდატურა თემა ასე იყო რომ როდესაც შეხვედრა გქონდა სააკაშვილთან მედიის წარმომადგენლებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს იქ ითქვა რომ ძალიან დიდი ხანია არ არის სახალხო დამცველი არჩეული და იქ ერთ-ერთ კანდიდატურად მე დავსახელდი ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე გაიწელა ეს პროცესი როგორც ჩანს მაინც ბოლომდე ნდობა არ ქონდა თუმცა საბოლოოდ ელენე თეოდორაძემ მოახდინა გადამწყვეტი ითამაშა გადამწყვეტი როლი ქალბატონი ელენე იყო შესული მიხეილ სააკაშვილთან და უთხრა რომ ბოლო-ბოლო როდემდე შეიძლება სახალხო დამცველი არ ხავდეს ქვეყანას და ელენე თეოდორაძის კანდიდატურა ვიყავი მე და ის დათანხმდა ამის შემდეგ იყო უკვე განხილვა პარლამენტში ჯერ შეხვედრა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან როგორც უმრავლესობასთან ისე ოპოზიციასთან ეხლა ოპოზიცია მაშინ მართლა ძალიან კრიტიკულად იყო განწყობილი უკვე დაპირისპირებულები იყვნენ სააკაშვილთან თქვა იგივე კობა დავითაშვილი ზვიად ძიძიგური ბევრი რესპუბლიკელებიც ახლებიც კახაკუკავა და ყველასთან ქონდა ერთი და იგივე ამ დახურული შეხვედრები იყო ისინი და ყველა ამბობდა ერთსა და იმავეს რომ მართალია უმრავლესობამ ანუ სააკაშვილმა წარმოგაყენა მაგრამ ჩვენ მხარს გიჭერთ იმიტომ რომ გენდობით ეს თავისთავად ძალიან დიდი მოტივი იყო და შესაბამისად ეს ხმებშიც აისახა აბსოლუტურად ყველა წევრმა პარლამენტის ამ მხარი დამიჭირა თუმცა უმრავლესობის ხდომაზე მოხდა ასეთი რამ რუსთავის დეპუტატი რომ იყო მაშინ ვინ იყო ნამდვილად აღარ მახსოვს რუსთავის დეპუტატი გამახსენდება ალბათ დავიტყვი თქვა და გაიხსენა ზუსტად ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფაქტები და როგორ შეიძლება ამ ადამიანის ნდობა ეს იქნება ჩვენი ძალიან კაცრი კრიტიკოსი და არ დაუჭიროთ მხარეო მოუწოდა თუმცა დანარჩენება ხა სააკაშვილის განრად გამოდიოდა კანდიდატურა ბუნებრივია რომ ვერ გადათქვეს და მხარე დამიჭირეს ასე მოხდა ეს ამბავი გიგრძნიათ როდესმე თქვენ თავთან რომ თუნდაც თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში სახალხო დამცველად მუშაობის პერიოდში რომ რაღაცნაირად ვალში იყავით სააკაშვილთან ამის გამო რომ მან დააყენა და მხარი დაუჭირა თქვენ კანდიდატურას ამაზე ჩემზე უკეთ ჩემი მუშაობა გასცემს პასუხს და არ ამგონი იქ სადმე იგრძნობოდეს ერთი რამ შემიძლია ვთქვა რომ როდესაც გავხდი სახალხო დამცველი მე არ წავსულვარ სახალხო დამცველის ოფისში არ შევსულვარ კაბინეტში მე წავედი ცხინვალის რეგიონში და პირველი ჩემი ორი სამუშაო დღე გავატარე დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში იქ ხვდებოდი ხალხს იქ ხვდებოდი ადამიანებს და თქვი რომ სწორედ აქედან იწყება ამ ადამიანების თანადგომით იწყება ჩემი მუშაობა როგორც სახალხო დამცველის თუმცა როცა უკვე დავიწყე მუშაობა ფაქტი ნათელი გახდა რომ ძალიან ბევრი დარღვევა იყო იმაზე გაცილებით მეტი ვიდრე მოსალოდნელი იყო ეხლა წეგან სახალხო დამცველად არჩევნებამდე რამდენიმე ფაქტი ჩამოვთვალე და ამოვიდა სულხან მოლაშვილის საქმე ეს იყო ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მძიმე და გამოუგნებელი საქმე იმ პერიოდისთვის
სულხან მოლაშვილთან დაკავშირებით, როდესაც გავრცელდა პირველად რო ის იყო ნატამწამები და ამერიკაში გიორგი პაპუაშვილი მაშინ იყო იუსტიციის მინისტრი და მითხრა რომ აკეთებდა ჯგუფს, რომელიც შევიდოდა სულხან მოლადნაშვილთან, ინახულებდა მას და თქვათ რომ დავრწმუნებულიყავით რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი და მაშინ მე რაღაცა თავი ავარიდე, იმიტომ რომ შესვლას, რადგანაც იუსტიციის მინისტრი რეკავს, ესე იგი ნაწამები არ არის და ესე იგი რაღაცა უნდათ რომ მე შირმად გამომიყენონ ჩემი გამონათქვამი და შემდეგ სხვათა შორის ზუსტად მეორე თუ მესამე დღეს იყო ქალბატონი ელენე თევდორაძე რომ შევიდა და მართლა გამოუგნებელი ამბავი გამოიტანა როგორც სასტიკად იყო ნაწამები, რა მძიმე პირობებში იყო და ამის შემდეგ უკვე მეც შევედი. მე შესვლის უფლება მქონდა იმ პერიოდში. კი ბატონო. ბატონო სოზარ, შეიძლება ბევრს არ ახსოვდეს, ან ბევრმა საერთოდ არ იცოდეს კიდევაც რომ თქვენი კირკიტაძე დათო კირკიტაძე დავით კირკიტაძეს რუსთავის დეპუტატი ხო? ის სხვათა შორის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც სწორად განსაზღვრა, რომ არ შეიძლებოდა მათი რეჟიმისთვის ჩემი არჩევა. კი ბატონო. ხო და იმას ვამბობდი რომ შეიძლება ბევრმა არც იცის, ან შეიძლება ბევრს აღარც ახსოვდეს, ეს ძალიან საინტერესო ფაქტი რომ თქვენი სახალხო დამცველობის საწყის პერიოდში თქვენი მოადგილე იყო ბაჩო ახალაია, რომელიც შემდეგ გახდა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მონსტრი და ჯალათი. რა დაინახეთ თავიდან ამ ახალგაზრდა კაცში ისეთი, რომ მას თქვენი მოადგილის პოსტი დაუთმეთ და შემდეგ რა მოხდა ისეთი, რომ ესე იცვალა ნირი და ესეთი პირსისხლიანი გახდა ახალაია ბაჩა. ეხლა ის ფაქტი, რომ ჩვენ სააკაშვილის რეჟიმის სახე დავინახეთ დღეს, ეს არ ნიშნავს, რომ ის რაც ხდებოდა შევარდნაძის პერიოდში იყო კარგი. წარმოუდგენელი კორუფცია, აუტანელი კორუფცია, არანაკლები წამება ციხეში მდევნდა არა, მაგრამ პოლიციაში, ფანჯრიდან გადაგდება ადამიანების და ჩვენ გქონდა პროექტი, ერთად მუშაობდით, სადაც ის დათო ბაჩო ჩემთან მუშაობდა და ვიცავდით სწორედ ამ ადამიანებს. დღემდე ქალბატონი ზაირა ფაცურია მაგალითად, რომელსაც შვილი მოუკლეს ფოთის პოლიციაში და უამრავი ასეთი ადამიანთან სულ გქონდა კონტაქტი და როდეს ადამიანი მუდმივად მობმული იყვნენ ჩვენზე და ჩემთან მუშაობდა, თან განათლება ჰქონდა ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ გერმანიაში იურისტი და ვერ ვიტყვი რომ ცუდად მუშაობდა და პლუს მამამისი, რომელიც შემდეგ არანაკლებ მონსტრი გახდა როგორც პროკურორი როლანდ ახალაია. შევარდნაძის პერიოდში დაუპირისპირდა სისტემას და იმასაც ვიცავდით ჩვენ მაშინ, იმიტომ რომ ეს ადამიანი იყო, რომელიც სისტემას ამხელდა შიგნიდან. ეხლა რა მოტივი ჰქონდა, როგორი მოტივი ჰქონდა, ეს სხვა საქმეა, მაგრამ მაშინ ჩვენ მიგვაჩნდა, რომ გამოჩნდა კაცი, რომელიც დაუპირისპირდა იმ სისტემას და ის სისტემა დასაპირისპირებელი იყო ნამდვილად. ეს იყო ის ფაქტორები, რომლების გამოც ვთქვათ არჩევანი შევარდჩიე და ხა რო ვთქვა რომ ცუდად მუშაობდა რამე, სადღაც იყო ფაქტი, რომ არიცავდა უფლებას ვინმესას ეგეთი რამე არ ყოფილა, თუმცა ძალიან მალე სააკაშვილმა გადაიყვანა სასჯელასრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელად და აი როგორც კი გადაიყვანა, იქ უთხრა რამდენიმე სიტყვა, რომ პრაქტიკულად მას უნდა დაემყარებია წესრიგში, უნდა გადაეტეხა წელში კრიმინალური სამყარო, რომ მას არ ჰყავდა უფროსი და ხელმძღვანელი, იუსტიციის მინისტრი მისთვის არ არსებობდა, ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც კავშირი უნდა ქონოდა, იყო თვითონ სააკაშვილი და აი ამან მოახდინა მასზე არ ვიცი რაღაცა ძალიან ახალგაზრდა იყო და პრაქტიკულად იმ დღიდან მოყოლებული იქცეოდა ისე როგორც იცის მთელმა საქართველომ, წამება, ცემა, გახდა ჩვეულებრივი ამბავი. ერთ-ერთი პირველი ფაქტი ესეთი იყო, როდესაც უკვე 2005 წლის დეკემბერი იყო თუ არ ვცდები, როდესაც ქუთაისის ძველი ციხე დახურეს და ქუთაისის ამჟამად ნომერ მეორე დაწესებულებაში მოხდა პატიმრების გადაყვანა, აი უსასტიკესი ცემით და წამებით მიმდინარეობდა ეს პროცესი, პირველი დაპირისპირება მაშინ მოხდა ჩვენი მისი არჩევიდან მართლა აი რამდენიმე დღე შეიძლება ყოფილიყო გასული. უკვე იანვარში იყო მეორე თემა, წეგან ვახსენე ქალბატონი ზაირა ფაცურია, რომელსაც ერთი შვილი მოუკლეს პოლიციაში და მეორე შვილი იყო ნომერ პირველ საპრობილეში. შევედი, პირადად ვნახე და ესეთი სასტიკად ნაცემი ადამიანი, აი მართლა იშვიათად მინახავს, გამოსულმა იქიდან პირდაპირ კომენტარი გავაკეთე
ციხის წინ, აპყრობილის წინ და მაშინ ასევე ელენე თევდორაძე მირეკავდა, რომ მართალია რაცაც შემყვები ეს თუ შესაძლებელია ასე. როცა ახალაია იყო უკვე საჯილახსოვრების დეპარტამენტის უფროსი, სრულად ახალი უფროსი. თუმცა ცოტა ადრეც რო გავიხსენოთ ახალაიამდე საჯილახსოვრებაში მართალია არ იყო ესეთი ადამიანების წამება ამ ზომით, მაგრამ პირობები რომელიც იქ იყო წარმოუდგენელი და ეს იყო ციხე, რომელიც მთლიანად იყო დაქვემდებარებული, ეგრეთ წოდებულ დამყარებული იყო ამ კანონიერი ქურდების მმართველობაზე. და როდესაც მე ამის შესახებ ვილაპარაკე, ამან გამოიწვია საშინელი აღშფოთება მაშინდელი მინისტრის კემულარია კოტე დამიპირისპირდა უსასტიკესად და ამბობდა რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი, ეს ყველაფერი არის მოგონილი და ზუსტად 2-3 თვეში მოხდა ერთ-ერთი კანონიერი ქურდის გადაყვანა ციხიდან მის რა აბანოებში. კი, გვახსოვს ეს. გოგირდის აბანოებში და მაშინ უკვე ცხადი გახდა რომ ის რასაც მე ვამბობდი იყო სიმართლე და მაშინ მოხდა მინისტრის ჯერ საშილახსოვრების დეპარტამენტის გათავისუფლება და შემდეგ უკვე მინისტრიც მიაყოლეს. ესეთი იყო ვითარება და აი იმ დღიდან რაც დაიწყო წამება, ეს იყო მართლა წარმოუდგენელი ამბავი. წამება იყო ბევრი ტიპის დაწყებული მართლა უსასტიკესი ცემა, ყველამ კარგად იცის ის ფაქტები, მაგრამ მაინც გავიხსენებ აი რომ ჩახყავდათ მორგში და მორგზე მიცვალებულ უსასტიკესად ნაცემ ადამიანს რომ მორგში მიცვალებულზე დააბამდნენ, კომისიაზე ყვებოდნენ, მაგალითად ლევან ტერაშვილი და რამდენიმე სხვაც რომ მთელი კვირის განმავლობაში მათ არაძლევდნენ არც საკვებს და არც წყალს. წყალს არაძლევდნენ, სანამ გონებას არ დაკარგავდა. ყავდა ჩვენ გადაცემაში ყავდა ალექსანდრე ახალკაცი, რომელიც 2-3 დღის განმავლობაში მიცვალებულზე იყო მორგში. მიგული და მან გაიხსენა ეს ისტორია. ბოდიში რო გაგაწყვეტინეთ. და მაგრამ მარტო ესეც არ იყო. უბრალოდ სიტუაცია, როდესაც სულ რომ არ ეცემათ, ეს იყო წამებას სტოლფარდი, როდესაც საკანში, სადაც მიჯრით იდგა 10 საწოლი, 10-20 სართულიანი, ანუ 20 საწოლი და ამ საწოლი და ამ საკანში იყო სადაც 105-110 ზოგიერთ 115 ადამიანი, 80-90-ის ჩვეულებრივი ამბავი იყო. ეს იყო აი წარმოუდგენელი მდგომარეობა. ეს თავისთავად იყო წამება, იქ გატარებული ყოველი წუთი. და როდესაც წარმოვიდგინო, რომ შენობაში მეხუთე საყრუბლეზე ამჯერად ლაპარაკი შედიხარ და ვიწრო დერეფნის ორივე მხარეს ასეთი საკნები არის განლაგებული და საპირფარეშოც შიგნით აბანოზე ბოდიში მომითხოვე რა თქმა უნდა ვერც ოცნებობდა ვერც ერთი პატიმარი ჯერ მარტო ის უნდა წარმოვიდგინო რა ჰაერი იდგებოდა იქ და როგორი სუნი და ეგ ჩვეულებრივი ამბავი იყო და რომ შევდიოდი პირადად მე ჩემი თანამშრომლები უბრალოდ პატიმრებთან შეხვედრები ჰქონდა უბრალოდ არ უნდა შეგვემჩნია რომ ამითი შეწუხებული ხარ რომ იმისთვის არ უნდა გეგრძნობინებინა ეს ამბავი და ესე ვიჯექით საათობით და გვიყვებოდნენ იმ სისასტიკეზე რომელიც მათ თავს ხდებოდა. კი ბატონო. რახან ამ თემას შევეხეთ ბატონ სოზარ არ შემიძლია არ გითხოთ ეგრეთ წოდებულ ციხის პუნქტთან დაკავშირებით 2006 წლის მარტში რაც მოხდა ორთაჭალის ციხეში და რაც ასევე ახალაიას სახელს უკავშირდება ახალაიას საუბრობ დიახოს 7 მარტი როგორც ვიცით და როგორც ცნობილია იქ იმ დღეს მოეწყო მართლაც აი პირდაპირი მნიშვნელობით საშინელი ხოცვა-ჟლეტვა და თქვენ თუ იყავით შესული შიგნით იმ დღეს იქ და რა სურათი დახვდათ და რა სურათი ნახეთ იქ მე უშუალოდ იქ ვიყავი ამ დროს ჩემი სახალხო დამცველობამ ისე გაიარო რომ მე მგონი ტელეფონი ერთხელაც არ გამეთიშია ღამე ნებისმიერ დროს შეეძლო ადამიანს დარიყვა და იმ დღეს რა ვიცი რაღაცა ძალიან გადაღლილი ვიყავი უბრალოდ ხმა გამოვარდა ტელეფონი მადლობა ღმერთს არ გავეთიშე და უბრალოდ რო ანათებდა იმან გამოვიდე უამრავი ზარი ციხიდან და აპატიმრების ახლობლებიდან და ნუ გავვარდი სასწრაფოდ მივედი ეს ხდებოდა ორთაჭალის ციხეში ორთაჭალის ციხე მეხუთე საყრობილესთან იქ იყო გიგა გიორგაძე აი ჩემი ადგილი არ იყო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩემი თანამშრომელი ჩვენ ორნი ვიყავით ელენე თევდორაძე მოვიდა და ნუ მოვიდნენ ბუნებრივია ხელისუფლების წარმომადგენლები
ჩვენ მოვითხოვეთ მე და ქალბატონმა ელენამ მოითხოვა უბრალოდ რომ მოეცათ ჩვენთვის დინამიკი და დინამიკით ვცდილობდით პატიმრებისთვის ხმა გავგვეგონებინა, თუმცა მეგაფონი ალბათ მეგაფონი და აბსოლუტურად შეუძლებელი იყო იქ რვინვეს ჩვენი ხმა გაეგონა. შემდეგ ცირე ხნით შევედით კაბინეტში, სადაც იყვნენ გიგა ბოკერია, ზურაბადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი, თავისთავად ეხლა ბაჩო ახალაია, თუმცა ეხლა ცხადი იყო რომ ჩემი ადგილი იქ არ იყო, ამიტომ გამოვედი და მე და გიგა ვიდექით სპეცრაზმის უშუალოდ სადაც სპეცრაზმი იყო და როდესაც დაიწყო შტურმი, შევყევით პირდაპირ შევყევით და დავდიოდით სართულებზე. თუმცა თვითონ ეს ეხლა მოგეხსენებათ შენობა დიდია, 5 სართულიანი თუ არ ვცდები, სანამ ყველა საკანში შეხვალ ყველა საათვალიერებ ეხლა ნახეთ უამრავი დაჭრილი, უამრავი მძიმე მდგომარეობაში, თუმცა მოკლულები არ დაგვინახავს, მოკლულები ის გააკეთეს ისე რომ მოგვარიდეს და მოასწრეს. ანუ მსხვერპლი იყო რეალურად. რა თქმა უნდა, მეორე დღეს ცხადი გახდა, მე 7 ადამიანი იყო გარდაცვლილი, მაგრამ იმ ღამეს ჩვენ ეს არა დაგვინახავს. მეორე დღეს, როდესაც ესენი გადაიყვანეს უკვე მე-6 დაწესებულებაში, რომელიც არ იყო გახსნილი და მაშინ გაიხსნა, ჩავედით იქაც დავიარეთ ყველა საკნები, დავათვალიერეთ და უამრავი ადამიანი, რომლებიც იყვნენ დაჭრილები, ზოგი რეზინის ტყვით, ზოგი შეიძლება ნამდვილი ტყვითაც და ხელკეტებით უმძიმეს დაზიანებები ჰქონდათ, მათ არ კურნალობდნენ და პირველი რაც მოვითხოვთ, რომ მათთვის გაეწიათ კურნალობა. მოგვიანებით უკვე როდესაც და ვიყავი მე-7 საპრობილეში პირადად, სადაც ვინახულე ის 6 პატიმარი, რომელთა გამოც დაიწყო ეს ამბოხი და უკვე იმის შემდეგ გახდა ნათელი რა იყო ამბოხების მიზეზი. ხა, როდესაც ამბოხება ხდება, ხელისუფლებას ბუნებრივია აქვს უფლება და მოვალეობას რომ ძალა გამოიყენოს, თუმცა იმავე დღეს ვთქვი, რომ აბსოლუტურად არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა ნამდვილი ტყუის გამოყენების, იმიტომ რომ პატიმრები არ გამოსულან კორპუსიდან, იმ კორპუსში ახლა ერთი გაზის ყუმბარა რო შეგეგდო, აბსოლუტურად განეიტრალებული იქნებოდა ყველა პატიმარი, ტყუის გამოყენების უფლება არ არსებობდეს. იმ გაზის დახურულ სივრცეში გაზის გამოყენებასაც შეიძლება მოხდეს მსხვერპლი, მაგრამ ამ შემთხვევაში ხელისუფლება მოვალეა რაღაცა ძალა იღონოს, მაგრამ ტყუის გამოყენება ნამდვილად გადამეტება იყო ძალაუფლების. თუმცა ეს კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც გაირკვა მიზეზი და მიზეზი რა იყო. იქ იყო რამდენიმე მოკლედ ზოგადად რადგანაც იყო ძალიან ესეთი სურათი დაიხატა რა. ესე იგი იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია იყო იმ სისასტიკის შესახებ, რაც ხდებოდა სასჯელოს სრულებაში, ესეთი პიარ აქცია დაგიგმეს, რომ ამ ყველაფერს თითქოს აწყობდა კრიმინალური სამყარო. და ერთ-ერთი პატიმარი, ზურაბ ბიბლიანი, შეიყვანეს საკანში, სადაც ვერავინ ვერ მოხვდებოდა და ამ საკანში იყვნენ ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტები და ერთ-ერთი მათგანი აძლევს დავალებას, რომ შენ ახლა უნდა მიიყენო თვითდაზიანებები და ამის შემდეგ უნდა და ამ თვითდაზიანებას რომ მიიყენებ, შემდეგ უნდა თქვა თითქოს გცემეს. და როდესაც ეს მოხდებოდა, ამ ჩანაწერს გამოაქვეყნებდნენ და თითქოს ამითი მოხდებოდა იმის თქმა, რომ აი არაფერი სისასტიკე იქ არ ხდება, მაგრამ უგონებენ ამ ყველაფერს. მაგრამ რაღაცა წავიდა სხვანაირად. ეს სხვანაირად რა იყო? რომ როდესაც ბაჩო ახალაიასთან მიიყვანეს, უთხრეს რომ ეს წინასწარ იცოდნენ რომელი პატიმრები უნდა მიიყვანათ და ეს სამი პატიმარი მიიყვანეს, ესენი უნდა ეცემათ სასტიკად და მე ესენი რო იტყოდნენ რომ გცემესო, მე რო გამოაქვეყნებდნენ ამ ზურა ბიბლიანის ჩანაწერს და აღმოჩნდებოდა რომ თურმე დაგეგმილი იყო წინასწარ. მაგრამ როდესაც სანამ მივიდოდა საქმე ცემამდე და რაღაც სიტყვიერი შეურაცხყოფები მიაყენა ბაჩო ახალაიამ თუ ხელის დაარტყა კიდევ ერთ პატიმარს ავალიანს, მან ხელი დაარტყა და ბაჩო წაიქცა და ამას უკვე მოხდა ისეთი სასტიკი ცემა, რაც არ იყო გათვალისწინებული. პატიმარმა ავალიანმა დაარტყა ხელი ბაჩო ახალაიას. და ამას მოხდა ისეთი სასტიკი ცემა, რომ აი ძლივს გადარჩენს სიკვდილს, ერთ-ერთი შესაძლებლობის სტატუსის მოიპოვა ერთ-ერთმა მათგანმა ამის მერე და ეს ისეთი სასტიკი ცემა იყო, რომ ამას მოხდა
ხმაურს რო ეძახიან რუსულად შუმოკი ეგ არის ახლა ციხის ჟარგონზე ეგრე არის. ციხის ჟარგონზე ეგ ტერმინია მოხვა შუმოკი ამ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სადაც ეს ყველაფერი ხდებოდა გადაედო გვერდით მეხუთე საპყრობილეს პირველ საპყრობილეს რომელიც გვერდით იყო და ამის შემდეგ უკვე მთელ საქართველოში დაიწყო რაღაცა დონის პროტესტები მაგრამ თავარი ცენტრი იყო სწორედ მეხუთე საპყრობილე და ეს დამთავრდა ბოლოს ასეთი სისხლიანი შედეგით უამრავი დაიწყო დასახიჩრებული და 5-7 გარდაცვლილი. რამდენად მართალია, რამდენად დასტურდება ის მოარული ხმები, რომ საკნის ეგრეთ წოდებულ კარმუშკაში ავტომატის შეყოფით პირდაპირ ესე ბრმად ცხრილავდნენ პატიმრებს საკნებში იმ დროს. ამის შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია იყო მაშინაც და ეხლა მე ვერ გეტყვით საბოლოოდ გამოძიებამ რა დაადგინა ესე დეტალები არ მინახია მაგრამ ამის შესახებ ბევრი ინფორმაცია იყო ბუნებრივი და კიდევ მეორე არათუ ტყუის ესე გამოყენების საერთოდ არაფრის აუცილებლობა არ არსებობდა აი მცირე რაოდენობით გაზის გაშვება აბსოლუტურად დაშოშმინებდა სიტუაციას, იმიტომ რომ გასასვლელი არსად არ ქონდათ იმ პატიმრებს, არც ერთი პატიმარი ეზოში არ გამოსულა, არც ერთ პატიმარს არ დაუტოვებია შენობა. რეზუმე რო გავაკეთოთ ბატონო სოზარ, გამოდის რომ თვითონ ახალაიამ და სააკაშვილის ხელისუფლებამ მოახდინეს ფაქტობრივად ამ ბუნტის პროვოცირება, ეგრე გამოდის ხო? 100%-ით ეხა დაგეგმვა რო ვთქვათ, ალბათ არ ვიქნებით მართლები ჩვენ თავთან, იმიტომ რომ გეგმა სხვა ქონდათ, მაგრამ პროვოცირება იყო მათი მხრიდან და პროვოცირების მიზანი იყო, რომ აი ეს ინფორმაცია, რომელიც მოდიოდა ყოველდღიურად ციხეებიდან იქ არსებული სასტიკი რეჟიმის შესახებ, ამის გაბათილება მოეხდინათ. გაიხარწყლებინათ ეს ამბავი. ახალაია რახან ვახსენეთ რამდენჯერმე მოდი ამოვწუროთ ეს ახალაიას თემა მაშინ ბოლომდე ბარემ, იმიტომ რომ რამდენჯერმე მოგიწევთ თქვენ შემდეგ მასთან საბედის წერო, ასე ვთქვათ, თუ გნება ბჭყალებში ავიღოთ ეს სიტყვა გადაკვეთა. მეორედ მაშინ, როდესაც 2007 წლის 7 ნოემბერს თქვენ როგორც სახალხო დამცველს აქციაზე მისულს ფიზიკურად გაგისწორდნენ და რამდენადაც ცნობილია ეს ანგარიშწორება თქვენზე ფიზიკური განახორციელა სწორედ სასჯელ აღსრულების სამინისტროს სპეცრაზმმა, რომელიც ექვემდებარებოდა ბაჩანა ახალაიას. რო გაიხსენოთ ეს დღე და როგორ მოხდა თქვენზე ფიზიკური ანგარიშწორება? თვითონ ნოემბრის ამბებს შევეხოთ ცოტა ორცლად. 2 ნოემბერს იყო პირველი ძალიან დიდი აქცია და უკვე მეორე დღიდან 3 ნოემბრიდან უკვე აქციის მონაწილეთა რაოდენობა ძალიან შემცირდა. მანამდე ძალიან დიდხანს მიდიოდა მზადება, მთელი საქართველოდან მოდიოდნენ მანქანები, იქ იყო აჩერებდნენ ამ მანქანებს, გზაზე რაღაცა ტიპის ლურსნებს უყრიდნენ ესეთი საბურავები დაეჩუდათ, მანქანებს ართმევდნენ მიკროავტობუსებს. მოკლედ, მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა თბილისში. იმ დღეს მთელი ჩვენი ოფისი ვიყავით მართლა და ისე ვაკვირდებოდით რაც მოხდებოდა, თუმცა რადგანაც იმ დღე მშვიდად ჩაიარა და მართლა როგორც უყვართ ხოლმე ჩვენთან თქვან, ხიდან ფოთოლი არ ჩამოვარდნილა, არა ისე როგორც დღევანდელი ოპოზიციონერები აწყობენ აქციებს, როცა პარლამენტს ცეცხლს უკიდებენ, პოლიციელებს პირდაპირ დამიზნებით ესვრიან რაღაც პეტარდებს და ასე შემდეგ და პოლიციის მანქანებს ატრიალებენ. აი არაფერი მსგავსი არ ყოფილა. მეორე დღიდან უბრალოდ წავიდა ნელ-ნელა ხალხის რაოდენობა პრაქტიკულად ძალიან ცოტა იყო და გადავიდა აქცია თუ მე დაიდგა რამდენიმე კარავი და რამდენიმე ადამიანი შიმშილობდა. ეს იყო ყველაფერი, მათ შორის პარლამენტის წევრებიც. 7 ნოემბერს დილაუთენია მოვიდა გადაცმული სპეცრაზმი, გადაცმული მეეზოვეების ფორმებში და იქ წავიდა უსასტიკესი ცემა ადამიანების, მათ შორის პარლამენტის წევრების არ უღებდნენ პარლამენტის ჭიშკარს და არ უშვებდნენ შიგნით და სპეცრაზმი, გადაცმული სპეცრაზმელები მათაც ურტყამდნენ და ამის შემდეგ უკვე დაიწყო სტიქიურად მოსვლა ადამიანების. დილას 7 საათზე იქ არ ვიყავი ბუნებრივია, მაგრამ როგორც კი ეს ამბავი გავიგე მივედი და უკვე ამის შემდეგ ყველაფრის მომსწრე ვარ იმისი, როგორ გროვდებოდა ხალხი თავდაპირველად
პარლამენტის წინ. შემდეგ, როდესაც მართლა შეუძლებელი გახდა პარლამენტის წინ ტროტუარზე ხალხის დატევა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო გადასვლა, დაიწყეს მოქალაქეებმა გადასვლა ქუჩაზე, გადაიკეტა ცენტრალური ნაწილი და ამის შემდეგ იწყება პირველი დარბევა. თუ იმ დილის დარბევასაც ჩავთვლით, მეორე დარბევა და აქ უკვე საოცრება ის იყო, რომ გამოყენებული იყო არა მხოლოდ პოლიცია, არამედ თავდაცვის სამინისტროს ძალებიც, რაც არის აი კონსტიტუციის ძალიან უხეში დარღვევა. ერთი რამე უნდა ვთქვა, მთელი აი ამ რამდენიმე საათის განმავლობაში, რამდენიმე ტალღა იყო ამ დარბევის, მე სულ დავდიოდი ერთი ადგილიდან მეორეზე, ძალიან ძნელი იყო, იმიტომ რომ სუნთქვა იყო შეუძლებელი, მაგრამ რომ დავინახავდი, რომ ვიღაცას ურტყამდნენ, მივბოდი და არ ყოფილა შემთხვევა, რომ პოლიცია სპეცრაზმელი არ გაჩერებული იყოს, როცა მე მივიდოდი, ყველა ცნობდა ბუნებრივია და რაღაცა გამოხატავდნენ იმას, რომ წაიყვანე ეს ადამიანი, გავიყვანე ერთი მეორე ქალბატონი იყო ერთი იმედის ჟურნალისტი იყო ერთი ტაბიძე და მისი ოპერატორი, რომელსაც ურტყამდნენ პირველ სკოლასა და პარლამენტს შორის სამი სპეცრაზმელი ურტყამდა და ბადრის ლეკო ეგ და მომახსოვრდა და რაღაც აგინებდნენ და იმათაც რომ მივვარდი იქაც ეს ადამიანის გამოუშვეს. ასე გრძელდებოდა დღის განმავლობაში, შემდეგ პარლამენტის წინ დაკავებული ჰქონდა პოლიციას და სპეცრაზმს სივრცე და მოქალაქეები შეიკრიბნენ ცოტა ზემოთ. ალბათ თავისუფლების მოედანზეც მე იქ არ ვიყავი, შეიკრიბნენ ოპერასთან და ოპერასთან ვიყავი მე. აქაც კიდევ მორიგი დარბევა რომ მოხდა და მოქალაქეებმა ოპერის გვერდის ქუჩაზე ჩაიწიეს და მე მოკლედ აქაც პოლიციას ვთხოვე, რომ აი ხო ხედავთ, რომ არავინ არ ძალადობს, არაფერი არ ხდება და იქნებ გაჩერდეთ, ურტყამთ და ისევ დამიჯერეს, გაჩერდნენ და ასე იდნენ მოქალაქეები ნელ-ნელა იშლებოდნენ, ამ დროს გოგა მოდის ხაინდრავა და გოგა ამბობს, რომ შეკრება იგეგმება 6 საათზე რიყეზე და იქნებ იქით წამოხვიდეთ, რაღაც ნაწილი გახვა, რაღაც ნაწილს მე ისევ ვეუბნები, რომ იქნებ წახვიდეთ და ნუდგახართ აქ ხოიცი აღელვებული ადამიანმა შეიძლება რაღაცა ჩაიდინოს და წინ იდგას სპეცრაზმი და ამ დროს მოვიდა სწორედ სასჯელავსრულების სპეცრაზმი. მე არ ვიცოდი, რომ ის იყო სასჯელავსრულების სპეცრაზმი და ამათ დაუწყეს ცემა ადამიანებს. კიდევ ერთ ადამიანს გადავეფარე აქციელს რომ ურტყამდნენ და ამ დროს წიხლი ბატონო სოზარ, ანუ ადამიანებს რომლებიც უკვე იშლებიან ფაქტობრივად და გადადიან სხვა ლოკაციაზე, ამ ადამიანებს ცემს სპეცრაზმი? ზუსტად ესე იყო, ოღონდ ეს ადამიანები განან რაღაც ნაწილი წავიდა, რაღაც მცირე ნაწილი არის დარჩენილი და სპეცრაზმის დგას არ ეხება ამათ, ხედავენ რომ იშლებიან და მართლა ჩემი თხოვნაც გაითვალისწინეს და ამ დროს მოდის ის სასჯელავსრულების სპეცრაზმი, რომელიც მე გავიგე რომ სასჯელავსრულების იყო და იწყებენ ყოველგვარი მიზეზის გარეშე ცემას რომ გადავეფარე ამ ერთ ადამიანს, წიხლი მომარტყა ერთ-ერთ სპეცრაზმელმა ზურგში და მე ეს ბრიფინგზე დავკიდე კიდევაც ეს ჩემი პიჯაკი, რომელიც პიჯაკი იყო თუ რა კურთუკი, რომელზეც ფეხის იყო ასახული. ფეხსაცმლის კვალი ალბათ, ხო? და დავდექი ხლა და ამ დროს დამიწყო ცემა რამდენიმე სპეცრაზმელმა და ჩემი თანამშრომელი უყვირის, რომ სახალხო დამცველია რაშუებით და სახალხო დამცველია რო არის ზუსტად მაგიტომ ურტყამთო და მოგვიანებით როცა ექსპერტიზა ჩამიტარდა 23 ძალიან სერიოზული დაზიანება მქონდა. სტანზე ასევე თავზე 23 და კიდევ პატარ-პატარა დაზიანებები. როგორ ვფიქრობთ, რატომ გახდით? რას ეფუძნებოდა და ემყარებოდა ეს ფრაზა, რომ რახან სახალხო დამცველია სწორედ მაგიტომ ურტყამთ? ახალაიას რამე პირადი ამბავი ხო არ იყო თქვენს მიმართ თუ ზოგადად სააკაშვილის ხელისუფლების? ეხლა ამაზე სპეკულაციები იქნება რამე რო თქვა, რაც არ ვიცი, რო თქვა ამ დომას. არა, თქვენი მოსაზრება ხო გაგაჩნიათ? ეხლა რა მნიშვნელობა აქვს მოსაზრებას ნებისმიერ თემაზე თუ არიცი და კი არა ორმა ადამიანმა რო იცის და ერთი უარყოფს ის სპეკულაციად გამოჩნდება საბოლოოდ და მithmet ამას აზრი არ აქვს. ცხადი იყო რომ სასჯელავსრულებაში განსაკუთრებით არ მოსწონდათ ჩვენი კრიტიკა და ჩვენი ყოველდღიური მონიტორინგი, თუმცა მთლიანობაში ხელისუფლებისთვისაც ჩვენი ოფისის საქმიანობა მთლიანად იყო ძალიან დისკომფორტის შემქმნელი. აქციაზე ზოგადად წესრიგის დაცვა დამყარება თუ ასე შემდეგ
არის საპოლიციო ძალების პრეროგატივა, ხო? საჯელახსრულების პენიტენციური სისტემის სპეცრაზმი საერთოდ რატომ უნდა ყოფილიყო იქ? სასჯელოსნობის სპეცრაზმი არ უნდა ყოფილიყო, ისევე როგორც არ უნდა ყოფილიყო თავდაცვის სამინისტროს ძალები, რაც იყო ძალიან სერიოზული დარღვევა. და ამის შესახებ მე ვუთხარი სააკაშვილს, როდესაც ის მოვიდა ჩემთან ოფისში, რამდენიმე თვის შემდეგ, სახალხო დამცველის ოფისში, რომ გითხრა ვინ იყო ის სპეცრაზმი, ვინც შენ გცემესო, მე არ ვიცოდი, მაშინაც არ ვიცოდი და აღვწერე უბრალოდ და მან თქვა, რომ ეს იყო სასჯელოსნობა. კი, მაგრამ სასჯელოსნობის სპეცრაზმს რა უნდა მოქალაქეების წინააღმდეგ, ხო, პატიმრები არ იყვნენ, ისევე როგორც თავდაცვას რა უნდა თქვა და ძალები არ ყოფნი და ეს იყო მისი პასუხი. სააკაშვილს რა უნდა თქვენთან ოფისში რისთვის მოვიდა? 7 ნოემბრის მერე განსაკუთრებით. სააკაშვილი მოვიდა არჩევნების შემდეგ რაღაცნაირად თითქოს მაშინ ესეც შევატყვე, რომ უნდა გადატვირთვა რაღაცა, გადატვირთვა კი არა, გარკვეულწილად პოლიტიკის შეცვლა უნდა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ უზოგადად ადამიანის უფლებების სფეროში რაღაცა ცვლილებებს აპირებდა თითქოს მე ესე მომეჩვენა და მე მაშინ თქვი ჩემს თანამშრომლებთან, მეგობრებთან, როცა წავიდა 1 საათი ვილაპარაკეთ ახალ გარსმებმა, მეთქი ის რომ გამოსწორდა რამეს ნანობს ამის განცდა ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ როგორც ჩანს მიხვდა რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, იმიტომ რომ ამას შეიძლება მოხდეს უცხოეთიდანაც ზეწოლა, თანაც ეს არის ადამიანი, რომელსაც როგორც ზურაბადეიშვილი ამბობდა მასზე, არ შეუძლია პიროვნების გარეშე და არ შეუძლია რომ სულ მუდამ თაყვანს უნდა სცემდეს ვიღაცა და ქორწილში სიძე უნდა რომ იყოს და ქელახში მიცვალებულიო, ასეთია მოარული განელა. ეს იყო ზურაბადეიშვილის დახასიათება მისი. ხო და რადგანაც დაინახა რომ ხალხს ის უბრალოდ არათუ არ უყვარს, არამედ უკვე უმრავლესობას ვერ იტანს. მას კიდე სჭირდებოდა ეს სიყვარული, სჭირდებოდა თაყვანისცემა, სხვანაირად არ შეუძლია ეგეთი ადამიანია და როგორც ჩანს შეიძლება რაღაცა შეცვალოს თქო, მაგრამ სამწუხაროდ გაღმოჩნდა ილუზია, არასწორი შეფასება და არათუ შეცვალა პირიქით მოგვიანებით მისი რეჟიმი, განსაკუთრებით ციხეებში უფრო სასტიკი გახდა და ეს სასტიკი განსაკუთრებით იწყება 2010 წლიდან, 2010-11 წლები 12 წელიც არის ყველაზე სასტიკი რეჟიმი ციხეებში. მე უკვე ამ დროს აღარ ვიყავ ხალხო დამცველი. რახან ახსენეთ ეს თემა და ფაქტი გაიხსენეთ, რომ არჩევნების შემდეგ 7 ნოემბრის მერენდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოვიდა სააკაშვილი თქვენთან ოფისში. ბარდონსოზარ, მე მახსოვს, რომ აი ამ არჩევნების შემდეგ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თქვენ ვრცელი და ძალიან კრიტიკული წერილით, ღია წერილით მიმართეთ სააკაშვილს. თუმცა ეს წერილი, თქვენი ეს კრიტიკული წერილი სააკაშვილისადმი იწყებოდა ფაქტობრივად მისი ლეგიტიმაციის აღიარებით და იმით, რომ თქვენ მას არჩევნებში გამარჯვებას უდასტურებდით. და შემდგომში ამას თქვენი პოლიტიკური ოპონენტები სხვათა შორის რამდენჯერმე ღია ეთერში თუ საჯარო სივრცეში არაერთხელ წამოგაძახებენ ამ ფაქტს, რომ თქვენ მაშინ აღიარეთ სააკაშვილის ლეგიტიმაცია. აი რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? ჯერჯერობით ლეგიტიმაციის აღიარებაზე და ცნობაზე ნამდვილად არ ყოფილა ლაპარაკი. იყო ძალიან კრიტიკული წერილი. აი არ დარჩენილა სფერო მისი მოღვაწეობა ხმამაღალი სიტყვა, მისი მავნებლობის და ბოროტმოქმედების, რომელიც იმ წერილში არ ყოფილიყო ჩამოთვლილი და მე მახსოვს ძალიან კარგად ეს წერილი. და სამწუხაროდ იმ ადამიანებს, ვინც ამას ახსენებენ ხოლმე ხშირად, ალბათ საკითხული არც აქვთ ეს წერილი, უბრალოდ რაღაც ერთ ფრაზას გამოედევნებიან. თავისთავად კარგი ის არის, რომ როცა ადამიანი ამდენი წელია პოლიტიკაში ხარ, ჟურნალისტიკაში, სახალხო დამცველი და ბოლოს რო ერთ ფრაზას გამოვეკიდებენ, სხვა რო სათქმელი არაფერი აქვს, ეს უკვე კარგია. თუმცა ეს ფრაზა იყო არა ლეგიტიმაცია, რასაც სახალხო დამცველი ვერ ახდენს, ბუნებრივია, სახალხო დამცველს ეს არ ეხება. არა, იქ უბრალოდ მორალურ ასპექტზე არის ალბათ ყურადღება გამახვილებული. კი ბატონო, ეგ ნამდვილად არის. იყო არჩევნებიდან გასული და ზუსტად არ მახსოვს ერთი კვირა 10 დღე, სოციალურმა მსოფლიომ მიულოცა აღიარა და ამ დროს მე გამოვაქვეყნე ეს წერილი, სადაც დავიწყე პირველი ფრაზით, უბრალოდ რაღაცა მართლა ეტიკეტის თემა იყო, რომ გილოცავ
არჩევნებში გამარჯვებას და შემდეგ მოაყოლა ის კრიტიკა, რაც იყო. თუმცა ცხადია, რომ ახლა ეს ერთი ფრაზა გახდა მე სალაპარაკო ბევრისთვის. მაგრამ ერთი წუთითაც პირიქით მიმაჩნია, რომ ეს იყო წერილი, სადაც ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მამხილებელი სააკაშვილის ანტიადამიანური მოღვაწეობის. 7 ნოემბრის თემაზე საუბარი არ მინდა ისე დავასრულოთ, ბატონ სოზან, რომ არ ვახსენოთ 7 ნოემბრამდე რამდენიმე დღით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტროში ვანო მერაბიშვილთან კაბინეტში შემდგარი თათბირი, რომლის შესახებაც საჯარო ინფორმაცია პირველად სწორედ თქვენ გაახმიანეთ მაშინ და ეს დეტალები ჩემი აზრით აი როგორც ერთ წვეთ წყალში ოკეანის მთელი სტრუქტურა აისახება, აი ესე ამ თათბირის დეტალებში აისახება ჩემი აზრით სააკაშვილის რეჟიმის მთელი ანტიადამიანური ბუნება. მოდით თუ გახსოვთ ეს დეტალები, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და გავახსენოთ ჩვენ საზოგადოებას მომსმენელს. ხო, ამ დეტალებს რა დამავიწყებს, მაგრამ მოგეთ სიტუაცია როგორ იყო? წეგან თქვი რომ 2 ნოემბრის ძალიან დიდი აქციის შემდეგ პრაქტიკულად სიმშვიდე იყო სრული რა, აღარანაირი აქციის გაგრძელება თითქოს არ ხდებოდა, რამდენიმე ადამიანი ამბობდა რომ შიმშილობას იწყებს და მე გადავწყვიტე უბრალოდ ძალიან დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი ამ აქციით, რამდენიმე თვის წინ იყო დაგეგმილი ვილნიუსში ჩემი ვიზიტი, ეს ამ ვიზიტს აფინანსებდა UNICEF-ი, გაეროს ბავშვთა ფონდი და რაღაც გამოცდილების გაზიარების მიზნით მივდიოდით მე და ჩემი თანამშრომელი მერომ აღლაფერიძე. მერომ აღლაფერიძე იყო ბავშვთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დეპარტამენტი არ არის ერქვა ზუსტად როგორც ერქვა, მოკლედ ბავშვთა დაცვის მიმართულებას ხელმძღვანელობდა მერომ აღლაფერიძე და მე და ეს უნდა წავსულიყავ და ჩვენთან ერთად მოდიოდა მაია ქურციკიძე იყო ასევე UNICEF-ის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში. ნუ ქართველი ხელმძღვანელი ყოველ შემთხვევაში უცხოელი სხვა იყო მე მგონი. და დაუდასტურე უკვე რომ რადგანაც ყველაფერი მშვიდად არის და აღარაფერი ხდება, მოვდივარ თქო და ამ დროს მირეკავს ვასკო მაღლაფერიძე, მე რომ მაღლაფერიძის მამა და რომელმაც იცოდა რომ მე მივდიოდი ქვეყნიდან, იმიტომ რომ მისი შვილიც მოდიოდა ჩემთან ერთად და ვთხოვა რომ შევხვედროდი და მომიყვა აი ამ თათბირის შესახებ. თათბირი რომელიც მოგვიანებით მან დაწერა კიდევაც და წერილობით მეორე დღეს გადმომცა უკვე. ვასილ მაღლაფერიძე მაშინ იყო ცხეთანთიანეთის გუბერნატორი და პირადად ესწრებოდა ამ თათბირს. პირადად ესწრებოდა და თათბირიდან გამოსულმა პირდაპირ დაამერიკა მე, რადგან იცოდა რომ მე მივდიოდი, მითხრა რომ აი ესეთი რამე ხდება და ბუნებრივია ახლა დანარჩენი შენ გადაწყვეტეო როგორი მოქმედებოდა. ბუნებრივია რომ მე ვერ წავიდოდი, მე უკვე ის პერიოდია, როცა აი აეროპორტში უნდა გავუდგე გზას და ურეკავ მე რომ აღლაფერიძეს და მაია ქურციკიძეს ვეუბნები რომ ვერ მივდივარ მე, ეხა UNICEF-ისთვის ეს ხადია იყო ძალიან ძიმე ამბავი, იმიტომ რომ ხო იცი საერთაშორისო ორგანიზაციები როგორ არის რაღაცა დაგეგმეს რაღაცა ეხლა პროტოკოლურად ყველაფერი გაციკციკებულია. მაგრამ ცხადი იყო რომ ვერ წავიდოდი. ეხლა რა იყო იმ თათბირზე? იქ ესწრებოდა ყველა გუბერნატორი, იქ ესწრებოდა ვანო მერაბიშვილის კაბინეტში იყო, ბუნებრივია ესწრებოდა ვანო მერაბიშვილი, ზურაბ დეიშვილი, ესწრებოდა რატომღაც კულტურის მინისტრი კოკა გაბაშვილი და ვერ ვიხსენებ კიდევ ვინ შეიძლება ყოფილიყო. ხო, დათა ახალაია ვასილ სანოძე, რომლებიც იმ დროს არსად არ მუშაობდნენ. ოფიციალურად ისინი არსად არ მუშაობდნენ და კეზერაშვილი ესწრებოდა კიდევ. არ მუშაობდნენ, იმიტომ რომ გირგულიანის მკვლელობის გამო ფორმალურად იყვნენ გათავისუფლებული ოდის თანამდებობები. და იქ ვანო იწყებს თათბირს ესე რომ ეხლა ჩვენ ამათ სამუდამოდ უნდა დავუკარგოთ რაღაც აქციების ჩატარების სრული ყველა ადამიანი, ვინც აქციაზე გამოვიდა, უნდა მოხდეს მათი ცემა. საქართველოში ნაცემი ადამიანი არის ჩმორი და ჩმორებს პატივს არ სცემენ, ამიტომაც ყველას უნდა ვცემოთ, ზოგს დავხვდებით სახლთან, ზოგს სადღაც დავხვდებით ყველას ესე ინდივიდუალურად, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვს თავისი პატარა ბიზნესები, სულ ბიზნესებს კეზერაშვილი მოულის, პატარა ბიზნესებსაც თქვა, სადღაც ბუტკა აქვს, რაღაცა აქვს, იმათაც გადაუწვავთ მანქანებში საბურები უნდა დაუშვათ, სადღაც მარილი თუ ქვიშა უნდა ჩაუყაროთო მიკროავტობუსებს, მოკლედ ყველა ადამიანი უნდა ხო აუზში, ბენზინის აუზში ბუდიში გამომჩა, ყველა ადამიანი უნდა დასჭილიყო უსასტიკესად.
და აი ამის განხორციელება დაიწყეს 5-ში უკვე, ჩემი ოფისი გადავიყვანე მართლა სამხედრო მზადყოფნაზე და 5-ში უკვე ხედ დავიწყეთ დაფიქსირება, რომ ამ გეგმის აღსრულება დაიწყო. მე ამასობაში მომაწოდა ეს დაწერილი ტექსტი, რომელიც ვათარგმნინე ჩემს თანამშრომელს და უკვე 7-ში, როდესაც დარბევა მოხდა და 8-ში დავიწყე ამ წერილის დარიგება საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ელჩებთან. მათ შორის მივაწოდე მაგალითად პიტერ სემნების, რომელიც იყო ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, აი საოცრად ძლიერი ადამიანი, რომელიც ღიად აკრიტიკებდა, ღიად საჯაროდ არა, მაგრამ ჩემთან საუბარში ღიად აკრიტიკებდა სააკაშვილის რეჟიმს და ამბობდა, რომ ის რაც ხდება არის უბრალოდ წარმოუდგენელი. მივაწოდე თომას ჰამარბერგს, რომელიც სასწრაფოდ ჩამოფრინდა ასევე, ეს იყო ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი და ასევე ადამიანი, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიოდა საქართველოში, რომ ენახა ეს მდგომარეობა და პატარა შეეკავებინა ის რაც ხდებოდა, ერთად დავდიოდით ციხეებში, ერთად ვინახულეთ სხვათა შორის სულხან მოლაშვილი და მირცხულავა, დაცო მირცხულავა სხვაგან უნდათ წაიყვანათ და მე ვუთხარი, რომ სხვაგან არა, იმოდი აქ შევიდეთ ეს ორი ადამიანი ვნახოთ, ესენი ინახულეთ, ხო. რამდენიმე სხვადასხვა ელჩს და ხელში მქონდა უნდა გადამეცა იმისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მაშინ იყო ჯონ ტეპტი და მასთან ერთად იყო მეთიუ ბრაიზა. ამ ორი ადამიანისთვის უნდა გადამეცა. რა უნდა გადაგეცათ? აი ეს წერილი 20 ნოემბრის დათბირი, მაგრამ რაბიშვილის დათბირის სტენოგრამა ფაქტობრივად. ეს ყველაფერი ხდება თბილისის მერიოდში, იქ არიან ეს ელჩებიც, აქ შეხვედრაზე მაქვს ყველას ველაპარაკები, მაგრამ სანამ ახლა გადავალ ამ თემაზე ვუთხარი, რომ იმედში შეჭრა ეს ერთი კიდე ცალკე მოსაყოლი ამბავი, იმედში შეჭრა გასაგებია, რომ არის ერთი უბედურება, ერთი დანაშაულის ერეზული, მაგრამ მეორე არის, რომ კიდე დახურული არის ორი ტელეკომპანია კავკასია და ტელეკომპანია 25 არხი ბათუმში და იმათ მაინც რას ერჩოდნენ, ისინი მაინც გააშვებინეთ დროზე, იქ გასაგებია, რომ დამტრეულია და შეიძლება დრო დასჭირდეს გაშვებას. იღებს მეთიუ ბრაიზა ურეკავს ერთ-ერთ მაღალ თანამდებობის პირს და ეუბნება, რომ ეს ტელევიზიები გაუშვათო და გაუშვით სასწრაფოდო და ის იქიდან აძლევს პირობას, რომ მათი მაუწყებლობა იქნება სასწრაფოდ აღდგენილი და აი მანდ მივხვდი, რომ ესენი იმდენად მჭიდრო კავშირში და კოოპერაციაში იყვნენ ხელისუფლებასთან, რომ ამ წერილის გადაცემა არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ძალიან ადვილი გასაშიფრი იყო, ვინ იყო ავტორი და უბრალოდ შეიძლებოდა საფრთხე შექმნოდა ამ შემთხვევაში მოქმედ გუბერნატორს. ამიტომაც ამათ არ მივეცი, სხვა ყველას გადავეცი ეს წერილი. ერთ-ერთი კიდევ ვისაც გადავეცი იყო პერეკლუნდი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში. პერეკლუნდმა ძალიან მალე ამის შემდეგ თქვა, რომ ისინი ევროკავშირი ქირაობს სპეციალურ რჩეველს, რომელიც დაждდებოდა ჩემო ოფისში და მას ექნებოდა ერთი მიზანი, რომ მას უნდა დაეცვა ჩვენი ოფისი სპეცრაზმის პირდაპირ შემოჭრისგან. ეს ადამიანი მართლა იყო ესტონეთის ყოფილი ომბუდსმენი, იჯდა სახალხო დამცველის ოფისში, არაფერს არ ეკეთებდა, თვითონ იცინოდა, რომ სახალხო დამცველის დამცველი ვარო და ჩემი გაოცება იყო, როდესაც პერეკლუნდი წავიდა საქართველოდან, ამოწურა თავისი მისია და გახდა NDI-ის რაღაც სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელი, რაღაც მაგალითად თანამდებობა ჰქონდა და ჩამოდიოდა საქართველოში და აქ რაღაცა კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. ადამიანი, რომლის თვალწინ ის ყველაფერი ხდებოდა, ის საშინელებები და რომელმაც მართლა ძალიან კარგად იცოდა რაც ხდებოდა და ამას ღიად ამბობდა ესე ორ ხრივ საუბრებში. კი ბატონო. ბატონ სოზარ, იმედის დარბევა ახსენეთ 7 ნოემბერს და ცალკე მოსაყოლი ამბავიაო. როგორც ცნობილია, იმ თათბირზე მერაბიშვილთან თუ არ ვცდები, იქ არ ყოფილა კონკრეტულად საუბარი იმედის დარბევაზე. არა, იმედზე იქ ნამდვილად არ ყოფილა. შემდეგ სად, როგორ და ვის მიერ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ დამოუკიდებელი ტელეკომპანია სპეცრაზმს უნდა აიღოს შტურმით? ამაზე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა მოგვიანებით მოხდა უსასტიკესი გაყალბება მთელი დოკუმენტაციის თუ რომელებითაც თითქოს ხდებოდა სამართლებრივ ჩარჩოს შექმნა ამ იმედში შეჭრისთვის.
ეს გაყალბება ეხებოდა მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელიც სანქცია გასცა იქ სპეცრაზმის შესვლაზე რამდენიმე დღის უკან ძველი რიცხვით. უკანა რიცხვით ასე. უკანა რიცხვით. ეგეთივე სხდომის ოქმი ვითომ სხდომა ჩატარდა მარეგულირებელ კომისიას, რა ქვია, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, იქაც ასევე უკანა რიცხვით გააკეთდა რაღაც დოკუმენტები. მე სხვათა შორის იმ როდესაც ეს ფაქტი მოხდა, ანუ იმ ღამეს უკვე აი მართლა ჯერ ეს სასტიკად ნაცემი, მაგრამ მაინც მივედი ღამე გვიან შეხვედრა მქონდა სახლში შევხვდი ევროკავშირის ბოდიში ბრიტანეთის ელჩს და იქ უცებ ტელევიზორში გავიგეთ რომ ამავიხდება და სასწრაფოდ გამოვარდი იქიდან. იქ ჩემთან ერთად იყო გიორგი ჩხეიძე, რომელიც იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე მაშინ. მე და გიორგი მივედით ჩემს ოფისში, სადაც იჯდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ დროს და რაღაც ტექსტს, საპროტესტო ტექსტზე მუშაობდნენ იმ ამბებზე რაც ხდებოდა და მე ვუთხარი ტექსტი კარგია, მაგრამ ეხლა რა დროს ტექსტია, იმედში ხდება შეჭრა და მოდი, წავიდეთ ყველანი ეხლა იქ ჩვენი დანახვა ამდენი ადამიანის ერთად, ამდენი ადამიანის, რომელიც უფლებადამცველს უწოდებს თავის თავს, იქნებ რაღაც გავლენა მოახდინოს. უნდა გამოვიცნობ მათ პასუხს. რამდენი წამოვიდა? არ წამოყვებოდნენ. ერთადერთი ადამიანი, ვინც ჩემთან ერთად წამოვიდა, იყო თვითონ გიორგი ჩხეიძე, ვინც ჩემთან ერთად იყო იქ. მივედით, თუმცა როგორც კი დამინახა, უბრალოდ მივედი პოლიციასთან, სპეცრაზმთან, რომელთაც ალყა ჰქონდა შემორტყმული და შეგნით ახლა უბედურება ხდებოდა და ვუთხარი რომ გავეტარებინეთ, რა არ ქონდათ უფლება ჩემი არ გატარების, მათ დაიწყეს გაზის თოფების სროლა, გაზის ყუმბარების და ეს გაზის ყუმბარა მარტო იქ არ უშვებს გაზს, საიდანაც ისვრიან, იქაც გაზი დგება, ხა იმათ აირწინაღები ეყენათ და იქ უკვე ეს იყო ჩემთვის მე-6 თუ მე-7 მოწამვლა ჩავიკეცე და ძღოლმა გამომიყვანა უკვე აღარ შემეძლო სუნთქვა იყო შეუძლებელი. შემდეგ როდესაც მოხდა შესვლა იმედის შენობაში, ასევე პირველი ვიყავი, ვინც შევიდა, დირექტორი იყო ამერიკელი, მაშინ დანიშნული, ამ დირექტორთან ერთად შევედით დავათვალიერეთ მთელი ის დამტრეული ტექნიკა, რაც იყო ნაწილობრივ შესრულებული, სხვათა შორის და როგორც მოგვიანებით გავიგეთ, პირველი არხიდან უნათხოვრებიათ და იქ შეუწანიათ ვითომ დამტრეული არ იყო. კიდევ ერთი იმედთან დაკავშირებული ამბავი იყო, როდესაც იმედის მაშინდელმა ერთ-ერთმა ფლობელმა კი არა წილის ისეც იყო გადაფორმებული, ვისაც ძალად გადააფორმებინეს წილი, ჯიოები, თუ არ ვცდები. ხო, რაღაცა ესეთი ის მახსოვს. უნდა ჩაეტარებინა ბრიფინგი და უნდა ქვეყნიდან გასვლა და ამ ბრიფინგზე უნდა მოეყოლა, როგორ აიძულეს მას წყვილები ეთქვა და როგორ აიძულეს წლების დათმობა. იქ მივედი, მან ჩაატარა ბრიფინგი და ამის შემდეგ დაჯდა მანქანაში პირდაპირ წავედა, მე ჩემი მანქანით გავყევი უკან, მივედით სომხეთის საზღვარზე და იქ გადმოვიდა მეც რომ გადმოვყევი, უკვე პოლიციამ თუ მესაზღვრებმა ვერ გაბედეს მისი გაჩერება და ესე დატოვა ამ ადამიანმა საზღვარი საქართველოს. გასაგებია. ბატონ სოზარ, თუ არ ამ თემებზე თუ გავაგრძელეთ საუბარი, დილამდე კი არა, მესამე დილამდეც მოუნდებით ჩვენ და ამიტომ ფორმატი გავითვალისწინოთ და ბოროტად არ გამოვცადოთ ჩვენი ტელემაყურებლების მოთმინებას, მიუხედავად იმისა, რომ უაღრესად საინტერესოდ და საჭირო თემებს ვეხებით, გადმოვიდეთ უკვე პოსტ-სააკაშვილისეულ პერიოდში. თქვენ იყავით ასევე ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სასჯელ ახსრულების პირველი მინისტრი, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავეთ 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს, რამდენიც მახსოვს, და 2014 წლის ივლისის ბოლომდე, ანუ ფაქტურად 2 წელი იყავით სასჯელ ახსრულების მინისტრი და სწორედ აი ამ პერიოდში მოუწიათ თქვენ სისტემაში ბინადრობა ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავასაც, რამდენადაც მახსოვს, ანუ სააკაშვილის რეჟიმის რამდენიმე ესეთ საკვანძო ფიგურას. თუ გახსოვთ, თუ შეგიძლიათ გახსენება, როგორ მოხდა ამ ადამიანების
ციხეში შესახლება როგორც ეძახიან და როგორ პირობებში ყავდათ იქ ისინი და ქონდათ თუ არა კომუნიკაცია საერთოდ სხვა პატიმრებთან ან ქონდათ თუ არა სურვილი სხვა პატიმრებთან კომუნიკაციის თუ თვითონ ითხოვდნენ რომ ჩაკეტილში ყოფილიყვნენ თუ როგორ იყო ეს ფაქტი მაინტერესებს ძალიან. რადგან სასჯელოსნობა ვახსენეთ, მოდი იმასაც გავიხსენებ, რომ როდესაც გავიმარჯვეთ 2012 წლის 1 ოქტომბერს და უკვე ცხადი იყო რომ მთავრობა ჩვენ უნდა დაგვეკომპლექტებინა, მოთხოვნა იყო ძალიან კატეგორიული საერთაშორისო ჩვენი ეგრეთ წოდებული მეგობრებისგან, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩები აქტიურობდნენ, რომ რამდენიმე მინისტრი დარჩენილიყო ადგილზე და მათ შორის პირველი იყო საჩილავსლების მინისტრი გიორგი ტუღურსე, ისინი ითხოვდნენ, რომ ის უნდა დარჩენილიყო უცვლელი, თან ამბობდნენ, რომ სახალხო დამცველი იყო მანამდე, 2 თვე იყო სულ რაღაც მინისტრი, თუ 3 თვე აღარ მახსოვს და მას არაფერი დაუშავებია და იქნებ დატოვო. კიდევ რომელ მინისტრებზე ითხოვდნენ? აი ძალიან საინტერესოა, მაინტერესებს. მე არ მახსოვს ესეთ 2-3 ახსენეთ და მაგიტო. კი, ნამდვილად იყო, ოღონდ გულწრფელად გეუბნებით, მე მახსოვს ამ შემთხვევაში სასჯელოსნობა, იმიტომ რომ სასჯელოსნობას ჯერ კი განსაკუთრებით დაჟინებით იხდხოვდნენ და მეორე რადგანაც უშუალოდ მე დავდექი იმ ადგილზე, ეს კარგად მახსოვს. ან თქვენის ნებართვით, წაი მარტივად გავაკეთებ ფორმულირებას მაშინ ჩვენი მაყურებლებისთვის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ეგრეთ წოდებული საერთაშორისო პარტნიორები კატეგორიულად მოითხოვდნენ თქვენი ხელისუფლებისგან, რომ პოსტზე დაგეტოვებინათ სააკაშვილის რეჟიმის მიერ დანიშნული სასჯელოსნობის მინისტრი, ხო, სწორად გავიგე? აბსოლუტურად. კი ბატონო. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა რა თქმა უნდა ეს კატეგორიული უარი თქვა ამაზე და ძალიან მძიმე იყო მინისტრობა, მოდი აქედან დავიწყებ, იმიტომ რომ ეს არის პერიოდი, როცა 20,000-ზე მეტი პატიმარი დამხტა, 24,500 იყო პიკის დროს, მაგრამ იმ დღიდან, რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ის პოლიტიკაში აპირებს მოსვლას, დაიწყო კლება პატიმრების რაოდენობა. უკვე აი რაღაც მექანიზმი ამუშავდა, რომ თვითონაც ხო იცოდნენ, რომ ყველაზე სუსტი რგოლი იყო მათი და ამიტომ უნდათ რაღაც ადამიანების რაოდენობა გამოეშვათ და დაიწყო კლება, მაგრამ 20,000 პატიმარი მაინც დამხვდა და ეს 20,000 პატიმარი ყველა ნაწამები, ყველა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი, ზოგი ტყუილაზის და შეთითხნილი საქმეებით და ისინი ელოდებიან, როდის გამოვლენ გარეთ და ვინც მართლა დამნაშავე იყო და საქმეზე და ისინი კიდევ უფრო მეტად ხმაურობენ, რომ იქნებ იმ ტალღაში მოხვდნენ, რომელიც გარეთ გამოშვებას ეხება და ასეთ ვითარებაში მინისტრობა ნამდვილად ადვილი არ იყო, თუმცა ჩვენ შევძელით სისტემის გაადამიანურება ძალიან მალე, ჩვენ შევძელით, რომ ჯანდაცვა აგვეყვანა ძალიან მაღალ დონეზე და ახლა ძალიან ბევრი წელი გავიდა ვერ ვიხსენებ, მაგრამ პირველივე წელს რამდენიმე 1000 ადამიანი ზუსტი რიცხვი არ მახსოვს გავიყვანეთ სამოქალაქო საავადმყოფოებში, რომ იქ გვემკურნალა მათთვის, იმიტომ რომ ციხის პირობებში მათთვის კურნალობა, ამდენი ნაწამები ადამიანის კურნალობა იყო შეუძლებელი. ციხეში დავიწყეთ C-ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც მართლა უნიკალურია და როდესაც ბიძინა ივანიშვილთან მივიტანეთ პრემიერს ჩავაბარეთ ანგარიში, რომ აი ამას ვაკეთებთ. მისი პირადი მოთხოვნა იყო, რომ აი ერთ კვირაში იქნებ პროგრამაში გააკეთოთ და ცოტა ქვეყანას უმკურნალოთ და ასე დაიწყო ეს ჰეპატიტის პროგრამა, რომელსაც ზოგიერთი თქვენი კოლეგა და ჩემი ყოფილი კოლეგა დღეს მიხეილ სააკაშვილს აბრალებს, რომ იმან დაიწყო თითქოს მიხეილ სააკაშვილმა ერთადერთი დათვალიერებას გულისხმობა. მიხეილ სააკაშვილმა ერთადერთი რაც გააკეთა, იყო ის, რომ აკრძალა ციხეებში სკრინინგი, იმიტომ რომ ციხეში თუ პატიმარს ჰქონდა C-ჰეპატიტი, ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გვავალდებულებდა, რომ გვემკურნალა და თუ სკრინინგს ვერ ჩაატარებდით, თუ არ იცოდი რა ჰქონდა თუ არა ადამიანს C-ჰეპატიტი, უნებრივია ვერც ვერაფერს დაგავალებდა. შეიძლება ადამიანს თვითონ სცოდნოდა, მაგრამ საფუძველი არ ჰქონდა ხელში. მე როდესაც ვატარებდი, როგორც სახალხო დამცველი, ვატარებდი ციხეებში მონიტორინგს, უნებრივია სრული ინფორმაცია მეც არ მქონდა, მაგრამ ეს გარეგნული ნიშნებით, რასაც ჩემი ჯგუფის წევრები ამბობდნენ, იყო დაახლოებით ნახევარ პატიმრების რაოდენობის ნახევარს უნდა ქონოდა C-ჰეპატიტი. 2008 წელს მე მიწერია, რომ მოხსენებაში, რომ
30%-ს ჰქონდა 2009-ში უკვე 40-დან 60%-მდე ვამბობ. ამის თქმა ძალიან ძნელი იყო, იმიტომ რომ წარმოგიდგენია, რომ როცა ამბობ სახალხო დამცველი, რომ პატიმრების ნახევარს ჰეპატიტი აქვს, უბრალოდ დაქცინებენ, იტყვიან, რომ არასერიოზულია ეს ყველაფერი და როდესაც გავხდი მინისტრი და ჩავატარეთ სკრინინგი, მართლა ჰქონდა 59.15%. ანუ ყოველ მეორეს ჰქონდა. როგორ და საიდან ბატონო სოზარა, ეს ხო ფაქტობრივად გენოციდის ტოლფასი არის, რასაც ახლა თქვენ ვაპარაკობთ რა. მე გეტყვით ესეთი მასობრივი ინფიცირება. მე გეტყვით როგორ ვრცელდებოდა ტუბერკულოზი, იმიტომ რომ ამის ფაქტები მაქვს. ტუბერკულოზის შემთხვევებით სააკაშვილის დროს წელიწადში საშუალოდ 1000 მინიმუმ და 2000-მდე ადიოდა 2000 ახალი ტუბერკულოზიანი პატიმრის გამოვლენა ხდებოდა ყოველწლიურად და ეს ხდებოდა ძალიან არაადამიანური მეთოდებით. წეგან რომ ვახსენე საკანის, რომელშიც შეიძლება ყოფილიყო 60-80-ან 105 და 100 ადამიანი ღია ტუბერკულოზის, ღია ფორმის ტუბერკულოზის მქონე ადამიანს ჩასვამდნენ და ეს იქიჯდა თვეების განმავლობაში და იქ ვინმე არ დაავადებულიყო, იყო აი ბროლო წარმოუდგა. ეხლა რაც მაგრამ ახალაიას და ხო, მერაბიშვილი ახალაია და უგულოა რა პირობებში ყავდათ ციხეში ეს მაინტერესებს. ხო. პირობები ზოგადად გაუმჯობეს და ადგილებიც ბუნებრივია გადატვირთულობის პრობლემაც მოიხსნა და კვებაც მართლა ძალიან მაღალი დონის კვება დავიწყეთ პირველივე დღეებიდან და ესეცავე პირობებში იყვნენ ეს პატიმრები. არც რაიმე განსაკუთრებული პრივილეგია, მაგრამ მათი უფლებები არ ირღვეოდა, ისინი იყვნენ ზუსტად ისეთ პირობებში, როგორც სხვა პატიმრები. განსხვავება შეიძლება და ყოფილიყო ერთადერთი, რომ ყველა მათგანი იყო ინდივიდუალურ საკანში, თავდაპირველად ეს გამოძიების ინტერესებისთვის იყო ბუნებრივია, თუმცა მას შემდეგ რაც მიუსაჯეს, ისინი უკვე მათი არჩევანიც ეგ იყო და ანუ თვითონ მოითხოვეს, რომ არ ქონოდათ სხვა პატიმრებთან. სხვა პატიმრებთან ურთიერთობა თვითონაც არ უნდათ და იმ დაწესებულებაში, სადაც ისინი იყვნენ, ეს იყო მე-9 დაწესებულება მატროსოვზე, თავიდან იქ იყო ყოფილი თანამშრომლების და თანამდებობის პირების დაწესებულება, იქ არც იყო დიდი შესაძლებლობა, რომ ერთმანეთთან კავშირი ქონოდათ თუ მოისურვებდნენ ბუნებრივია სეირნობის დროს გადაეყრებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ზოგადად ჩაკეტილი სისტემა იყო და ესე როგორც ხდება ეგრეთ წოდებულ კოლონიებში, ღია დაწესებულებებში, ანუ სადაც პატიმრები სეირნობენ ეზოში მთელი დღის განმავლობაში, ესეთი ვითარება იქ არ იყო. მათთან ძალიან თავისუფლად შედიოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ელჩები და ძალიან ხშირად დადიოდნენ და ისინი ნახულობდნენ ამ პირობებს, რამე რო ჰქონდათ სათქმელი, ისინი ბუნებრივია იტყოდნენ. კი ბატონო. და ბატონო სოზარ, სანამ წავალთ დასკვნითი ნაწილისკენ და საგამოძიებო კომისიის ამბებზე გადავალთ, აუცილებლად უნდა გკითხოთ, არ შემიძლია არ გკითხოთ, ეგრეთ წოდებულ ყბადაღებულ კოჰაბიტაციასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ მოელოდნენ რადიკალურ ნაბიჯებს, სამართლიანად რადიკალურ ნაბიჯებს რეჟიმის სისტემური გასამართლების კუთხით. და ბევრს სხვათა შორის არის დღესაც კატეგორია ადამიანების, რომლებსაც ჯერ კიდევ გონია, ყველაფრის მიუხედავად დღემდე გონია, რომ ეს კოჰაბიტაციის საცეცები ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის მომსპარი. რა იყო ეს, რა პროცესი იყო? და რა სახის იყო თუ არა რაიმე სახის ზეწოლა და თუ იყო რა სახის ზეწოლა იყო მაშინ ქართულ ოცნებაზე, ქართული ოცნების ხელისუფლებაზე, რომ შემდგარიყო პოლიტიკური თანაცხოვრება სააკაშვილის რეჟიმთან და მის ნარჩენებთან. კოჰაბიტაცია, რა თქმა უნდა, იყო დავალება. იყო პირდაპირ დავალება ცუდი სიტყვა, მოდი. კოჰაბიტაცია იყო მოთხოვნა, მაგრამ კოჰაბიტაცია არ იყო იმდენად დიდი პრობლემა, რამდენადაც ის ყველაფერი, რაც მისი სახელით ხორციელდებოდა. ხა წეგარო თქვით, რომ დღესაც მისი საცეცები არის, ეს არ არის კოჰაბიტაცია. კოჰაბიტაცია რა იყო ბოლო-ბოლო, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტია, მერები ჯერ კიდევ მერები არიან. გამონაკლისი იყო მესტია, სადაც მეორე დღესვე შეიცვალა. თქვათ და
უნდა თანამშრომლოს თუ არა არჩეულმა ხელისუფლებამ, თქვათ პრეზიდენტთან. ეს ფორმალური დეფინიცია გასაგებია, მაგრამ სხვა სახე მიიღო ამ ყველაფერმა. ეს სხვა სახე არის არა კოჰაბიტაციის ბრალი, არამედ იმის ბრალი, რომ დაიწყო ყველამ ვიღაცის ლობირება, ყველამ ვიღაცა მოიყვანა, ყველა ვიღაცასთან დაალაგდა და ეს იყო ძალიან სამწუხარო ამბავი და ეს გრძელდება დღემდე. ეგ არის ძალიან მტკივნეული, რა თქმა უნდა და რა ვიცი, მე ვერ მჯერა, რომ მათი უმრავლესობა გამოსწორდებიან ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა წამებაში, ადამიანი, რომელიც ხარს უჭერდა იმ სისხლიან რეჟიმს და დღესაც ხარს უჭერს, მე არ მჯერა, რომ ის შეიცვლება დღეს ახლა. ვიღაცამ რამე არ იცოდა, ეგ ძალიან იშვიათი ამბავია. ძალიან საინტერესო რამეს მეუბნებით ახლა თქვენ ბრძანეთ, რომ ყველა ვიღაცა მოიყვანა, ყველა ვიღაცას ლობირებდა. ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ როდესაც მოვიდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში, ეს იყო ერთგვარი კოალიციური კონგლომერატი, ხო? იქ ქართულ ოცნებაში შედიოდა რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რესპუბლიკელები ცალკე, ეგრეთ წოდებული ალასანიას ხალხი ცალკე და რამდენიმე ჯგუფისგან შედგებოდა. თუ არასწორად გავიგე, მაშინ მითხარით. ანუ ეს ამ კოალიციაში შემავალი სხვადასხვა ჯგუფები თავის მხრივ ყველა ლობირებდა იმას, რომ ვიღაც ნაციონალური მოძრაობის ნარჩენების შესრულება მომხდარიყო ქართულ ოცნების ხელისუფლებაში. ესე გავიგო თქვენი ნათქვამი თუ როგორ? ხო, არა. ასე არ უნდა გავიგოთ. თუმცა მე სხვა რამე ვთქვი, მაგრამ ამაშიც არის ჭეშმარიტება. მე ვერ გავიგე როგორ. როდესაც დათო უსუფაშვილმა თქვა, რომ ჩვენი მიზანია თუ რაღაცნაირად იყო ქართული დემოკრატიის მთავარი მიზანი არის ნაციონალიზმის გადარჩენა, ხო? ეს იყო დათო უსუფაშვილის აზრი, ეს იყო რესპუბლიკელების აზრი, ეს იყო აზრი, რომელსაც ჩვენ არ ვიზიარებდით, თუმცა რადგან იყო მაშინ კოალიცია და რაღაცა ხა ესეთი მკვეთრი დაპირისპირება ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. ოღონდ ეს ცალკე საკითხია. მეორე საკითხი არის, როდესაც მოგყავს ადამიანი, რომელიც კი იყო იმ დროს რეჟიმში, მაგრამ რაც ახლობელია ვიღაცის ნათესავია, ვიღაცა მასთან ერთად მუშაობდა, ან დღეს კარგად დაალაგდა, ეს იყო ინდივიდუალური გადაწყვეტილებები ყველა ეტაპზე. რამდენიმე დღის წინ კი არა, 1-2 თვის წინ, როცა დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, რომ დღემდე მიმდინარეობს ეს პროცესი, ეს არ არის არც რესპუბლიკელების ბრალი და არც ალასანიას და არც არავის, ხო? ეს არის იმ ადამიანების, რომლებიც ვერ ელევიან სადღაც ვიღაცებს. და იქ სამწუხაროდ გრძელდება. გასაგებია და ეს იწვევს აბსოლუტურად სამართლიან გულისწყრომას მოსახლეობის და მათ შორის ქართული ოცნების მომხრეების და ხარდამჭერების. ღმერთმა ხნავს, რომ ეშველოს ამ პრობლემას. და რა თქმა უნდა, რითიც დავიწყეთ ჩვენი საუბარი, კვლავ პირველსავე სიტყვას მოვიდეთ, ბატონო სოზარ და პირდაპირ კითხავთ ყოველგვარი შესავლის გარეშე, რამდენად ხართ თქვენ კმაყოფილი იმ 6 თვიანი მუშაობით, რაც გასწია პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ქალბატონი თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით და თქვენი მონაწილეობით და მიგაჩნიათ თუ არა, თვლით თუ არა, აი ობიექტურად გულწრფელად რომ მიპასუხოთ, რომ რაღაცა შედეგი ჩასაჭიდი და ხელშესახები შედეგი დადო ამ კომისიამ. ბოლოდან დავიწყებ შედეგი. დასაწყისში ვახსენეთ საკონსტიტუციო სარჩელი და მე ვერ წარმომიდგენია საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს სხვანაირი გადაწყვეტილება თუ არა იმ დამნაშავე პარტიების აკრძალვა. იმიტომ რომ ესენი არ არიან პარტიები, რომლებიც ოდესღაც ჩადიოდნენ დანაშაულს უბრალოდ, ესენი არიან პარტიები, რომლებიც ჩადიოდნენ და აგრძელებენ ამ დანაშაულის ჩადენას და მომავალშიც ჩაიდნენ და ამის ყველა მტკიცებულება არსებობს. სასამართლო რა თქმა უნდა დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებაში, მაგრამ მართლა ვერ წარმომიდგენია, რომ აი ადამიანმა, რომელსაც აქვს მოსამართლეობაზე, სამართლიანობაზე პრეტენზია, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თუ არა აკრძალვა და სარჩელის დაკმაყოფილება. ეს ერთი. მეორე, შედეგი ის, რომ 6 თვის განმავლობაში თითოეული მოქალაქე მიჯაჭვული იყო მართლა ეკრანს და უყურებდა და კიდევ ერთხელ გაცოცხლდა ჩვენ თვალწინ ის სისასტიკე, ის არაადამიანობა, ის სამშობლოს ღალატი, ის ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის სრული იგნორირება და ჩალისფასად რო არაგდებდნენ ადამიანის სიცოცხლეს. ეს თავისთავად შედეგია და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ეს ყველაფერი. მესამე, კონკრეტული ადამიანების ტკივილი
და მათი თხოვნები, რომ რაღაცნაირად მოხდეს კომპენსაცია იმ ტკივილის, იმ დანაკლისის, რაც მათ განიცადეს. გასაგებია, რომ თქვათ, როცა ადამიანი არის მკვდარი, მას ვერ გავაცოცხლებთ, მაგრამ ის რომ ვიღაცა დაისჯება, ეს უკვე არის გარკვეულწილად მორალური კომპენსაცია და ამ მხრივ მე ვერ ვხედავ ჯერჯერობით, რომ ძალიან სწრაფად მიდის საქმეები წინ. რასვეუბნებით მაგალითად აფრასიძეების ოჯახს რასვეუბნებით, თუმეტეს ან რასვეუბნებით უამრავ დაზარალებულს რასვეუბნებით იგივე ყინწვისში დაკავებულ ადამიანებს. ეხლა ყინწვისის ხალხს აქვს შეტანილი სამოქალაქო სარჩელით, სადაც ითხოვენ როგორც მორალურ კომპენსაციას მათ მიერ განცდილი ზიანის გამო, ისე ქონებები დაკარგეს, რაღაცები წაართვეს და ამას კომპენსაციას და აქვს გარკვეული წინადადებები ხელისუფლებასთან და სამწუხაროდ ამაზე პასუხი ჯერჯერობით. ისინი იქნებიან ჩვენი გადაცემის სტუმრები, მე აქედანვე შემიძლია დავაანონსო უთხრა მაყურებელს, რომ ყინწვისის 2011 წლის 26 მაისს ყინწვისში დაკავებული და შემდეგ სასტიკად ნაწამები ადამიანები იქნებიან აუცილებლად ჩვენ გადაცემაში. სპეცოპერაციას უწოდებდნენ და ენა ამიტომ ამებაც აღარ სიტყვა სპეცოპერაცია არ ხდება ამას ეს. არა ეს ხო, საშინელი რაღაცა. ეს ადამიანები ითხოვენ კომპენსაციას სასამართლო თვეობით და წლობით ჭიანურდება და აქვთ წინადადება, რომ აი რაღაცას ხო ვითხოვთ, რაღაც პატარაზე წამოდით და ჩვენ გადმოვდგამთ შემთხვევით ნაბიჯს. აი ამაზე პასუხი არ არის და ეს ძალიან მაწუხებს. აქვს ინფორმაციები, რომ ზოგიერთ იმ საქმეზე, რომელზეც კომისიამ იმსჯელა, დღეს პროკურატურა თითქოს ყურადღებოდ არის ან საერთოდაც დახურა ესეთი საქმეები და ესეც რა თქმა უნდა ძალიან მაწუხებს, ასე რომ კომისიამ გააკეთა ძალიან დიდი საქმე, მაგრამ ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი ნაბიჯები სხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან. კი ბატონო, ბატონ სოზარა, ეხა რახან საუბარმა მოიტანა, არ ვაპირებდი ნამდვილად, არ ვაპირებდი ამ კითხვის დასმას ამ გადაცემაში, მაგრამ თქვენი საუბარი წავიდა ისე, რომ უნდა გკითხოთ აუცილებლად. ეხა თქვენ აი ამ წუთას ამ გადაცემაში ჩვენთან გააკეთეთ საკმაოდ ისეთი კრიტიკული განცხადებები, რომელიც მიემართება პირდაპირ ხელისუფლებისაკენ. და თქვენი სტატუსიდან გამომდინარე, ალბათ ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ხალხის ძალა არის ოპოზიციური ჯგუფი ხო პარლამენტში. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, არის საზოგადოების რაღაცა ნაწილი, რომელსაც არაფრით არ სჯერა თქვენი ოპოზიციონერობის. რა გაქვთ საქმელი ასეთი ხალხისთვის? ასეთ ხვდით. სხვათა შორის კახა გუკავამ მკითხა, როდესაც სახალხო დამცველად მირჩევდნენ. ყველას იცნობ იმ ადამიანებს, ვის წინააღმდეგაც მოგიწევს კრიტიკა, ვისი კრიტიკაც მოგიწევს და ვინც ადამიანის უფლებებს არ ყვევენ და აი რატო გენდოთ? მე ვთხარი, რომ როდესაც მოვაჩემთან ადამიანი და მეტყვის, რომ მე აი თქვათ სიტყვაზე მაწამე ეს ქონება წამართვეს, მაშინ მიწარმოიდგენდა, რომ ქონების წართმევა ასეთ მასშტაბებს მიაღწევდა, მაგრამ მაინც ან რაღაც ჩემი უფლებები დაირღვა, მე იმას ვერ შევხედავ თვალებში და ვერ ვეტყვი, რომ იცი რა, მე მოდი რა, სხვაგან წადი, მე შენ ვერ დაგიცავ, იმიტომ რომ თქვათ გულში ვიფიქრებ, რომ ვიღაცას ვიცნობ. მე ყოველთვის დავდგები იმ ადამიანის მხარეს, სადაც არის სიმართლე და აქაც ეს არის მე ის რასაც აქამდეც ჩვენ ვიბრძოდით და ვამბობდით ხშირად გუნდის შიგნით, უბრალოდ გამოვიტანთ გარეთ, ეს არის და ეს. და შევიკრიბეთ ის ხალხი, რომელიც სწორედაც რო ყველაზე მეტს ვიბრძოდით გუნდის შიგნით, მე მთავრობაში ჩემი მეგობრები პარლამენტში დიმიტრი ხუნდაძე იყო მაგალითად ადამიანი სულ ვიხსენებ ამას შეხვედრებზე, რომელიც ერთადერთი კაცი დაუპირისპირდა ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას, რომელსაც ისევ ჩვენი გუნდის წევრები ლობირებდნენ და პრაქტიკულად გადაწყვეტილიც იყო და დიმიტრი ხუნდაძე იყო ადამიანი, რომელმაც შეძლო რომ მაშინ ის ლიბერალური ნარკოპოლიტიკა მნიშვნელოვნად დაბლოკილიყო. თუ
ხა ზუსტად ციფრებს ვერ ვთქვი ადამიანი, მაგრამ რაღაც 100%-ის მიღება თუ უნდა და 20% მიიღეს და 80% დიმიტრი ხუნდაძემ და შემდეგ ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც ეს ჩემთან ერთად არიან პარტიაში, მათაც მხარი აუბეს და ბლოკეს. და რო არ ყოფილიყო ეს ამბავი, მათ რო არ ებრძოლათ მაშინ, ეს იქნებოდა გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობა, ვიდრე არის. ხო ვართ კატასტროფის პირას, მაგრამ ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში ვიქნებოდით. კი ბატონო. პრეზიდენტიც თქვენი გყავთ. თქვენი თანაგუნდელი. ყაველაშვილიც არის ზუსტად ის ადამიანი, რომელიც შეუძლებელია სიმართლეს თვალი არ გაუსწოროს და ყველაფერს თავის სახელი არ დაარქვეს. კი ბატონო. და ბოლოს, თუმცა ჩვენი ადამიანი დღეს ის უკვე აღარ არის არა, ის იდეურად თანამგზნობია, მაგრამ ის საქართველოს პრეზიდენტია, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნის, მაგრამ თქვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელია. ბატონო სოზარ, აი ბოლოს ისევ ამ საკითხით მინდა რომ დავამთავრო. ეხლა შევიდა ცვლილებები, როგორც ვიცით, გარკვეული კორექტივები შევიდა ამ საკონსტიტუციო საბჭელში, რომელიც ეხება ნაცმოძრაობის და მისი სატელიტების აკრძალვას. და დაემატა რამდენიმე ამ ჩამონათვალში, ასაგრძელთა ჩამონათვალში დაემატა რამდენიმე სუბიექტი. ვინ დაემატა კონკრეტულად და როდიდან უნდა ელოდოს საზოგადოება, რომ დაიწყება უკვე სასამართლო პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სარჩელში 4 პოლიტიკური ჯგუფი არის მოხსენებული, თუმცა ჩავშლით სინამდვილეში 8 პარტია გამოდის. კი, ვიცით რომ საბოლოო ჯამში ყველა ერთად არის გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ 8 პოლიტიკური ჯგუფია. ეს არის ნაციონალური მოძრაობა და როგორი ეს ახალი ალბათ. არა, ახალთან ერთად არის ახალი დროა და გირჩი ჯაფარიძე. ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად არის ვაშაძის პარტია, სტრატეგია აღმაშენებელი, წეგან ვერ გავიხსენე მაგის სახელი და ლელო შეიძლება ვინმე გამოვჩეკით. და დაემატა ბოკერიას ჩერგოლეიშვილი. ეს ახლა დაემატა. ეს მეუბნები ახლა. ეს 6 პარტია, 7 პარტია არის სულ ჯამში. კი ბატონო, 4 სუბიექტი. თუმცა გარდა ამისა, ეს არ არის მხოლოდ პარტიებზე, ეს კონკრეტულ პიროვნებებზეც გადის, რომლებიც იყვნენ იმ დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედები, პირველი პირები, მათ ისინი ვერ გაწევრიანებდებიან სხვა პარტიაში, ვერ სხვა პარტიის სახელით ვერ ეყრიან კენჭს, ისევე როგორც შეზღუდვები დაუწესდათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, მათი წევრები, ხელმძღვანელები დაახლოებით მინიმუმ 8 წელი ვერ მოვლენ პოლიტიკაში და ვერ გახდებიან პოლიტიკური პარტიების წევრები, ვერ იყრიან კენჭს ყოველ შემთხვევაში, პარტიის წევრი შეიძლება გახდეს და ამ მხრივ უბრალოდ დამნაშავეებისთვის და ქვეყნის მოღალატეებისთვის სამოქმედო სივრცე პოლიტიკაში საკმაოდ შეიზღუდება. და ბოლო კითხვა კი ახსენეთ წეგან, მაგრამ მაინც გითხავთ, ბუნებრივია არ ხართ თქვენ არც მსაჯული, არც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მაგრამ როგორია თქვენი როგორც მოქალაქის, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერის და როგორც საგამოძიებო კომისიის წევრის შინაგანი რწმენა, ბატონო სოზარა. აიკრძალება თუ არ აიკრძალება ნაციონალური მოძრაობა? მოდი შინაგანი რწმენაზე რაფერს ვიტყვი, გავიმეორებ კიდევ ერთხელ. ადამიანი, რომელიც უსმენდა ამ 6 თვიან მოსმენებს კომისიაში. ადამიანი, რომელიც წაიკითხავს იმ სარჩელს და მასზე დართულ მასალებს, უბრალოდ შეუძლებელია ვერ დარწმუნდეს, რომ ამათი პოლიტიკაში ყოფნა არ შეიძლება, ყველანაირად დასაბუთებული არის სარჩელი და დარწმუნებული ვარ ამაში ჩვენი მოქალაქეები კიდევ უფრო დარწმუნდებიან, როდესაც გაიმართება სასამართლოს ხდომები და იქ ღია ეთერში იქნება ლაპარაკი აი ამ კონკრეტულ დანაშაულებზე. ანუ ამბობთ, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლეები უბრალოდ სხვა არჩევანი არ ექნებათ, იმდენად დასაბუთებულია სარჩელი და დანარჩენს დაველოდოთ. დაველოდოთ, ჩვენ სხვა არაფერი არ დაგვრჩენია. გარდა იმისა, რომ დავემშვიდობოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, მადლობა გადაუხადოთ ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე რეჟიმის ანატომიის მომდევნო ეპიზოდით დაგიბრუნდებით ერთგვარში.